და ჯანმრთელობას პირველ რიგში. გაგიმარტავთ, რომ საჯაროა პროცესი, აუდიო-ვიდეო ჩაწერა მიმდინარეობს, ასევე დარბაზში ყვანემ დამსწრეები. გაგიმარტავთ აცილების შესაძლებლობის თაობაზე, ხომ არა გაქვთ რომ საბჭოს რომელიმე წევრის მიმართ აცილება? არა, აცილება არ გამაჩნია. კი ბატონო, მადლობა. თვითაცილების საფუძვლებიც არ იკვეთება კოლეგების მხრიდან და მაშინ ტრადიციულად მოხსენდება თქვენი ბიოგრაფიის მოკლე მიმოხილვა და ამის შემდეგ თუ შეიძლება ისაუბროთ თქვენს мотиваციასთან დაკავშირებით. მადლობა. კანდიდატი თამარ ბურჯანაძე გახალთ 47 წლის უმაღლესი იურიდიული განათლებით, მისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება 20 წელზე მეტია. ამჟამად არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია წარმოდგენილია თქვენს წინაშე შემაჯამებელი ოქმის სახით, სადაც წარმოდგენილია კანონის შესაბამისად მოძიებული და გათვალისწინებული ინფორმაცია. რეკომენდაციები და კითხვარები, პროფესიული აქტივობა, ინტერნეტ სივრცეში არსებული ინფორმაცია, ფინანსური ვალდებულებები, ქონებრივი დეკლარაცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინფორმაცია, მხარეთ მონაწილეობის, სამოსამართლო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია და ასე შემდეგ. მოძიებული დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა საბჭოს თითოეულ წევრს და ასევე კანდიდატს. მადლობა. თუ რამეს დაამატებთ ბიოგრაფიას, თუ არა და მოკლე мотиваცია. სრულყოფილად არის ძირითადად ასახული, მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. Adlobt თქვენ წარმატებებს გისურვებთ, რაც შეეხება мотиваციასთან დაკავშირებით, დავიწყებ იქედან, რომ როდესაც თავის დროზე გადავწყვიტე, რომ ამერჩია იურისტის სპეციალობა და გადავწყვიტე აღნიშნული სპეციალობით ჩამემბარებია, გარკვეულწილად მაშინვე მქონდა ჩამოყალიბებული გარკვეული ხედვა, თუ რა მიმართულებით უნდა განმევითარებია ჩემი პრაქტიკა და მაშინვე არჩეული მქონდა ძირითადად სამოქალაქო სპეციალიზაცია და მოვიაზრებდი ჩემ თავს მოსამართლის როლში. გარკვეულწილად ეს მიღწეული იქნა იმით, რომ ფაქტურად უკვე 11 წელია მოსამართლის უფლებამოსილებას ვახორციელებ და ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ დიდი მიღწევა, დიდი შრომის შედეგი და რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ჩემი პრეტენზიის გაცხადება, ვფიქრობ, რომ გამომდინარეობს იქედან, რომ მაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პროფესიული სტაჟი, არა მარტო როგორც მოსამართლის, არამედ სხვა სფეროშიც მუშაობით, კერძოდ მუშაობდი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით 8 წლის განმავლობაში. ჩემს მიერ გაწეული საქმიანობა მოსამართლის თანამდებობაზე ვთვლი, რომ მაძლევს იმის შესაძლებლობას პრეტენზია განვაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. ზოგადად ყოველთვის დანიშვნის დღიდან მიწევდა უფრო სამოქალაქო კუთხით რთულ კატეგორიის საქმებთან შეხება და გადაწყვეტილებების მიღება. მესამე სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც უფლებამოსილებას ვახორციელებ. მანამდე დანიშვნისდან 4 წელი მუშაობდი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, შემდგომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომლებიც განსაკუთრებით ბათუმის საქალაქო სასამართლო გამოირჩევა რთული და საინტერესო დავებით, რომლის გადაწყვეტაშიდაც ვიღებდი მონაწილეობას და ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უბრალოდ შემთხვევაში გაზიარებული იყო ზემდგომი ინსტანციების მიერ, მომიწია გარკვეულ შემთხვევებში განმარტებების პრაქტიკის ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც პრაქტიკა არ იყო დადგენილი და უმრავლეს შემთხვევაში დაემთხვა ზემდგომ ინსტანციაში განხილვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პრეტენზია განვაცხადო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. მადლობა კოლეგებს თუ აქვთ კითხვები, ბატონი ლევანი, ბატონი ირაკლი, თამარი, ჩერჩერობით მხოლოდ სამი მსურველია, კი ბატონო. ბატონ ლევან, თუ შეიძლება ბრძანეთ? მოგესალმებით, გაგდომთამარ წარმატებას გისურვებთ. სამართალი, სამართლიანობა, მორალი. განმარტეთ ეს ტერმინები, როგორია მათი ურთიერთმემართება და რა საერთო და განსხვავებელია მათ შორის. კარგი, დავიწყებ სამართლიდან, როგორც სამართალი არის
მარწესრიგის და სამართლიანობის დადგენის ხელოვნება. სამართალი არის სამართლიანობის მიღწევის საშუალება. სამართლიანობის მიღწევა კი წარმოადგენს როგორც სამართალშემფარდებლის, ასევე სამართალშემოქმედის ძირითად მიზანს და ფუნქციას. თვითონ სამართლის ცნებები, ესე იგი, მომდინარეობს ბუნებითი სამართლიდან და პოზიტიური სამართლიდან. ბუნებითი სამართალი ადამიანის ბუნებიდან მომდინარეა და მას ზეპოზიტურ სამართალსაც უწოდებენ იმ კუთხით, რომ ის არ არის დაწერილი ქცევის წესები და მას შესაბამისად მორალისგან არასხვავებენ. მჭიდრო კავშირი აქვს. რაც შეეხება პოზიტიური სამართლის ცნებას, პოზიტიური სამართლის ცნება დაწერილი სავალდებულოდ შესასრულებელი ქცევის წესებია, მას მორალთან კავშირი არ აქვს იმ კუთხით, რომ მორალის არ არის დამოკიდებული ნორმის შესრულება და მისი მოქმედება. პოზიტიურ სამართალს ახასიათებს სამი ძირითადი თვისება, ის არის დაწერილი ქცევის ზოგადი წესი, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ არის მიღებული, საზოგადოების წევრები მას ასრულებენ ან ნებაყოფლობით, ან იძულებით და ის საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის მისაღებია, აღიარებული არის ეს. აი თუნდაც კანონიერება და სამართლიანობა რამდენად თანხვედრაშია და რატო გახდა საჭირო განაჩენი უნდა იყოს სამართლიანიც და კანონიერიც. თუ კანონიერება მოიცავს ამ სამართლიანობას, ცალკე რატოა ეს? აი რამე არის შეიძლება იყოს? კანონი უნდა იყოს სამართლიანი. შესაბამისად თვლი რომ მოიცავს სამართლიანობა მოიცავს კანონიერ გადაწყვეტილებასაც. თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ დაგრჩენიათ უკმარისობის გზნობა კანონიერი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლიანობის მიმართულებით თქვენი პრაქტიკიდან. იყო, ეხლა რაც მახსენდება, იყო ერთი საქმე, სადაც მე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე, აპელაციამ განსხვავებული და შემდგომში კასაციამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პირველი ინსტანციით იყო მიღებული. და ეხლაც ვფიქრობ, რომ იქ აპელაციის ზოგადად იურიდიული მეცნიერების რა არის, რომ აი ერთი სწორი კითხვა არ არსებობს. არსებობს ბევრი მრავალი სწორი პასუხი, უბრალოდ ერთი სწორი პასუხი არ არსებობს, არსებობს ბევრი სწორი პასუხი და ყველა ამას სხვადასხვანაირად უყურებს. ჭეშმარიტება არ არსებობს. იმ გადმოსახედიდან მე ორივე საკითხზე ვიფიქრე, იმ საკითხზეც, რაზეც აპელაციამ მიიღო გადაწყვეტილება და იმ საკითხზეც, რაზეც მე მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ კანონის ჩარება, რომ იქ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, დადგენილი იყო უზენაესის პრაქტიკაც და ჩემი გადაწყვეტილება არ შეწინააღმდეგებია უზენაესის პრაქტიკას და ის კანონით იყო გათვალისწინებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს კანონით ძალაში შესულ გადაწყვეტილება, ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა საფუძველი გადაწყვეტილების შესვლისას კანონი არ ითვალისწინებს და შესაბამისად ამიტომ. თუმცა გარკვეული სამართლიანობის კუთხით დამჩა განცდა იმისა, რომ შემძენს შესაძლებელია კონდეს ის განცდა, რომ გადაწყვეტილება მისთვის არ იყო სამართლიანი. თუმცა იყო კანონიერი. კონსტიტუციიდან დაგისვევ შემდეგ კითხვას, აი მეოთხე მუხლი კონსტიტუციისა ეხება სამართლებრივ სახელმწიფოს. პირველი პუნქტია, რომ საქართველოს არის სამართლებრივ სახელმწიფო და მეორე პუნქტი ასე ყალიბდება ორი წინადადებით. და აი ამ წინადადებათა კომენტირება მინდა გთხოვოთ. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. და მეორე წინადადება არის ესე, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც მოქმედი სამართლით. აი ეს ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე დგას ზოგადად კონსტიტუციაც, სახელმწიფოც, ხელისუფლების განხორციელებაც, ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა. აი ჩემი აზრი ეს არის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და სწორედ ადამიანის უფლებები არის უპირატესი უფლებები, რომელიც დაცული უნდა იყოს როგორც სახელმწიფოსგან, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ჩარევისაგან.
აი ეს შეზღუდულია მოქმედის სამართლით. როგორ გესმით, რომ ეს უფლებები დაცვის მიმართულებით რა იგულისხმება? კანონმდებლობა უნდა იყოს შესაბამისობაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით ევროკონვენციაში. შეუძლია მოქალაქეს პირდაპირ აი ეს კონსტიტუციური უფლებების დაცვა მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში. მეორე თავთან მიმართებაში აქვს უფლება, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თუ დაერღვა მისი უფლებები, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სწორედ ეს რომ არ არის ეს დეკლარირებული და შეიძლება ეს არის და კითხვა შემდეგი კონსტიტუციიდან როგორია საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმა და ტერიტორიული მოწყობა და ზოგადად მმართველობის და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის რა ფორმებს იცნობთ? მმართველობის ფორმა სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკა ბატონო? საპარლამენტო რესპუბლიკა არის დემოკრატიული რესპუბლიკა თუ იგივე ბატონო. რას გულისხმობს აი დემოკრატიული რესპუბლიკა? ხელისუფლება დანაწილებულია შტოებს შორის სასამართლო აღმასრულებელი სასამართლო ხელისუფლება. და ესენი არ ერევიან ერთმანეთში და დაბალანსებული არის სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. გარკვეულ კონტექსტში პარლამენტს აქვს უფლება ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას და პრეზიდენტიც ხო, პრეზიდენტი ნომინალურ. აი კიდევ რა ფორმები იცით სახელმწიფო მმართველობისა გარდა საპარლამენტო რესპუბლიკისა, რომლებიც საპრეზიდენტო კი ბატონო, შერეულიც არის. შერეული მმართველობა. სხვა ფორმები აი დაუშვათ მონარქია არსებობს? ეხა მონარქია. როგორი მონარქიები არსებობს? კონსტიტუციური მონარქია. ხო, აი რა გულისხმობ კონსტიტუციურ მონარქიასა და აბსოლუტურ მონარქიას შორის? კი ბატონო, არ არის ეს სასურველი. აი ცილის სამების თაობაზე წინა კონკურსაცაც ვკითხე და როგორ არეგულირებს კანონი გამოხატვისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ცილის წამებას და თქვენ როგორ თვლით, რამდენად სწორად არის დაბალანსებული უფლებები და როგორ სწორად არის განაწილებული მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის? თქვენი აზრი და პრაქტიკაში თუ გქონიათ? გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი უფლება არის და რაც შეეხება ცილის წამება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ ექვემდებარება, ადრე მოქმედი კოდექსი ითვალისწინებდა ცილის წამებისათვის პასუხისმგებლობას, განასხვავებს იმას, რომ ეს განასხვავებს საჯარო პირის და კერძო პირის მოთხოვნას ცილის წამებასთან დაკავშირებით. თუ საჯარო კერძო პირის შემთხვევაში საკმარისია იმის დასაბუთება ოღონდ მოსარჩელის მხრიდან, რომ მის მიმართ განხორციელდა ცირისწამებლური ფაქტების გამჟღავნ და მას ამით მიადგა ზიანი, თუ ის ამას დაამტკიცებს, მისი მოთხოვნა საფუძვლიანია, მაგრამ საჯარო პირის შემთხვევაში არა მარტო უნდა იყოს დადგენილი, რომ ფაქტები, რომელიც გამჟღავნდა ცილისწამებლური იყო, ამავე დროს დადგენილი უნდა იყოს, რომ ზიანი მიადგა და აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის ვინც გამჟღავნა ეს ცილისწამებლური განცხადებები, მისთვის ცნობილი იყო ამ ფაქტების უსწორობა, ან არანაირი გულისხმიერება არ გამოიჩინა, რომ დაედგინა სიმართლე და შემდეგ გაეცხადებინა ის ფაქტები. და ეს მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეზეა. მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა. აი თქვენ როგორ თვლით, რამდენად სამართლიანია მტკიცების ტვირთით ასეთი განაწილება, როგორც მოქალაქისთვის, როგორც თუნდაც მოსამართლისთვის
თანასწორობის მხარეთა და თანასწორობისა და ბალანსის დაცვისთვის და საჭიროებისთვის, თუნდაც ზოგადად ჩვენი ქვეყნის იმდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული უფლების დაცვა, რომ ვთვლი, რომ ის რომ მტკიცების ტვირთი გადადის პირზე, რომელიც მიმართაც განხორციელდა წინსწანებული ფაქტების მითითება, ვთვლი, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით შესაბამისობაში არის. და მან უნდა ამტკიცოს ნებისმიერი თუნდაც შეურაცხყოფელი ტერმინის უარყოფა უნდა მოახდინოს, რომ ის დაუშვათ არ არის დიახ, სამართლიანად მიგაჩნიათ. დიახ. კაი ბატონო. კონვენციიდან დაგისვათ კონვენციის პირველი მუხლი. ასე დანაწესია, რომ წევრი სახელმწიფოები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასთვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციით განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს. აი სამი ტერმინი: იურისდიქციის ფარგლებში ყველასთვის და უზრუნველყოფენ. აი ამ სამი ტერმინით განიმარტა კონვენცია ვიზე მოქმედებს კონვენციის განიმარტა ტერიტორიული ფარგლები განიმარტა და კიდევ უზრუნველყოფში სახელმწიფოს ვალდებულება შეიმუშაოს კონვენციასთან შესაბამისი კანონმდებლობა. რომ უზრუნველყოს ყველასთვის რას ნიშნავს? წევრი სახელმწიფოები, ესე იგი ხელმკრალი სახელმწიფოები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასთვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციას. განურჩევლად ყველა ადამიანისათვის განურჩევლად წარმომავლობისა, რასისა, მოქალაქეობისა. გასაგებია, რასისა, აი საქართველოში ვინ იგულისხმება, დავუშვათ საქართველოს ხელისუფლება იღებს აი ამ მუხლით ვალდებულებას, რომ ყველასთვის უზრუნველყოს ისეთი კანონმდებლობის და ისეთი მექანიზმების განხორციელება, რომელიც თანხმედრაშია კონვენციის გათვალისწინებულ დაცულ უფლებებთან ადამიანის უფლებებთან. ეს ეხება ვის ყველას აი ყველაში რა იგულისხმება კანონმდებლობა, ხო შეიძლება მოქალაქეებზე იყოს ლაპარაკი. საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხო? არა მარტო მოქალაქეების, არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ უცხოელებს, ხო, მოქალაქეობის არ ქონე პირებისთვისაც აი ყველასთვის, აი იურისდიქციის ფარგლებში. იმ ფარგლებში, რაზედაც თქვა საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს იურისდიქციას, ახლა მოგეხსენებათ, რომ არის რეგიონები, რომელიც დღესდღეობით არ არის საქართველოს. ესე იგი ტერიტორიული ჩარჩოები არ არის აქ, ხო, იურისდიქცია. იქ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა შესაძლებელია დადგეს იმ, უნდა დადგეს იმ და რა უნდა იყოს, რა ტესტით მოწმდება აქ ეს ტერიტორიული გარეთ იურისდიქციის ფარგლები? სუსტი ტერმინია. კი ბატონო. ექსტერიტორიულობის პრინციპი, დიახ. და ეფექტური კონტროლის ტესტით და ასე ბევრი პრაქტიკა. და მესამე უზრუნველყოფენ. რას გულისხმობს სიტყვა უზრუნველყოფენ? სახელმწიფომ რა ფორმით უნდა უზრუნველყოს კონვენციური მუხლების შესრულება. რა განვითარდა აი ამ სიტყვიდან შემდეგ? როგორც კანონმდებლობით, ასევე იმ მექანიზმებით, რითაც მართავს სახელმწიფო ქვეყანა სასამართლოს აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებით და ამავე დროს კანონმდებლობის შესაბამისობით. აი ამ დაედო საფუძველი სწორედ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს. პოზიტიური და უზრუნველყოფენ ნიშნავს, რომ სახელმწიფო აჩაერიოს და თვითონ არ დაარღვიოს და აგრეთვე მესამე პირთა მხრიდან დარღვევის შემთხვევაში აღკვეთოს დარღვევა. მადლობთ. მადლობა ბატონო ირაკლი. მოგესალმებით ბატონო თამარ, წარმატებების სურვით. მადლობა. პირველ რაც მინდა გკითხოთ, ზოგადად იცით რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში, გულისხმობ თბილისის სააპელაციო სასამართლოს არის გარკვეული სპეციალიზაციები შექმნილი. როგორ აფასებთ ეს? კარგია ზოგადად საქმიანობის დროს, პრაქტიკული თვალსაზრისით. ამარტივებს თუ არა ეს საქმის წარმოებას, თქვენი შეხედულება მაინტერესებს. ვთვლი რომ მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, როდესაც შედარებით ვიწრო სპეციალიზაციები მოხდა, გამომდინარე იქედან რომ ეხლა
ყველა საკითხზე ერთნაირად კომპეტენტური ვერ იქნება ადამიანი. ვიწრო სპეციალიზაცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ მეტი გულისხმიერებით, მეტი კომპეტენტურობით იქნეს საქმე განხილული და ამით გარკვეულწილად დაჩქარდეს, თქვათ, საქმეთა განხილვა. მე მომიწია ქუთაისში და ბათუმშიდაც საერთო სამოქალაქოს კუთხით გულისხმობ საერთო სპეციალიზაციით მუშაობა და ბევრად უფრო რთული იყო, ბევრად უფრო ძალისხმევა, მეტი ძალისხმევას მოითხოვდა, ყველა საკითხზე კონცენტრირებას, ვიწრო სპეციალიზაცია ამ მხრივ თვლი, რომ წინ გადადგმული და გამართლებული ნაბიჯია. ერთი საკითხი მაინტერესებს კიდე, აი სხვა კუთხითაც რომ თქვათ ზოგადად აი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კი, რა თქმა უნდა. აი თუ ხა თქვენი თქვით რომ ასე ვთქვათ სხვა სასამართლოებში მოგიწიათ უფრო ფართო მუშაობა, ანუ სამოქალაქო სამართლის ყველა საკითხზე მიგიწევდათ საქმიანობა. საქალაქო სასამართლოში სხვანაირად არის და აი როგორ რო ადარებთ პირობითად თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სხვა სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. არის აქ რაიმე სხვაობა ან თუნდაც პრაქტიკის კუთხით? არა, ესეთი გამოკვეთილი სხვაობას ვერ ხედავ. უფრო აი მოსამართლისთვის არის უფრო თქვათ კომფორტული, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტული, უფრო მეტი დრო რჩება იმისთვის, რომ კონკრეტულ ფაქტზე, კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებაზე იზრუნოს და იფიქროს, ვიდრე აი საერთო სპეციალიზაციით უფრო სამოქალაქო კანონმდებლობა თქვენ რომელ კატეგორიაში ხართ, ხალბატონო? კომერციული დავების განხილველი. კომერციული დავები და კიდევ სხვაც შედის მან თუ მარტო კომერციული? ესე იგი, რამდენჯერმე შეიცვალა შედის ეხლა დღევანდელი მდგომარეობით ყველა დავა, რომელიც აღემატება 500.000 ლარს, ეს წარმოებულია ფიზიკურ პირებს შორის, იურიდიულ პირებს შორის, გარდა დელიქტით და ზიანით მიყენებული სარჩელებისა, შედის სამეწარმეო დავები ყველა და ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე დავები. გადახდის უუნარობა, რომლის ღირებულებაც უпроსტად ბრუნვა, წლიური ბრუნვა საწარმოსი, რომელსაც აღემატება იქ ისიც 500.000 ლარს და 500.000 ლარს ქვემოთ სანიტო სამართლის კატეგორიის მოსამართლეები ხილავენ. აი ეს გადახდის უუნარობას დაკავშირებით ხალხთან თამარ, აი საწარმოს რეაბილიტაციიდან გამომდინარე დავა, როდესაც სასამართლოს რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული, აი ეს დღევანდელი პანდემიიდან გამოწვეული საკითხებმა თუ იმოქმედა რაიმე სახით და ან კანონმდებლობით რაიმე ხუმარ დაწესდა რაიმე ახალი რეგულაცია? ახლა დავიწყებ იმით, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან მთლიანად იცვლება გადახდის უუნარობის შესახებ კანონი და საერთოდ ახალი კანონი განსხვავებული მიზნებით, უფრო დაკონკრეტებული მიზნებით და განსხვავებული სათაურით შემოდის, ამოქმედება აღმოქმედი კანონისგან განსხვავებით ის არის რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი. ეხლა აქვე აღნიშნავ იმას, რომ მოქმედი კანონით დაწყებული საქმეები უნდა დასრულდეს მოქმედი კანონით გარდამავალდებულებებში, ეს უფრო უკვე გაწერილია და რაც შეეხება საქმეები, რომელიც დაიწყება ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ის რა თქმა უნდა გაგრძელდება იმ კანონით. ამიტომ ამ გადმოსახედიდან რომ ვთქვა, რომ ძალიან ბევრი საქმე შემოდის პანდემიიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, ანუ არ არის, ესე იგი, რომ შევადარე სტატისტიკა დიდად არ განსხვავდება, თუმცა მოლოდინი მხარეების, რომლებიც იღებენ მონაწილეობას გადახდის უუნარობის საქმეში, არის ახალი კანონის ამოქმედება, იმიტომ რომ ის უფრო განსხვავებულ რეგულაციებს ადგენს და ალბათ მიზანი, რომ ახალი კანონის წარმოების ფარგლებში დაიწყოს გადახდის უუნარობის, უпроსტად რეაბილიტაციის საქმეები.
ახლა პანდემიამ რა გავლენაც იქონია, რაც მოსამართლის გადმოსახედიდან ჩანს, არის ის, რომ უკვე განხილულ საქმეებზე მოგეხსენებათ, რომ რეაბილიტაციის რეჟიმს სასამართლო ადევნებს თვალყურს გამომდინარე იქიდან, რომ რეაბილიტაციის გეგმა შეცვლის დარღვევის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კრედიტორთა მოთხოვნის საფუძველზე რეაბილიტაციის შეწყვეტის და გაკოტრების რეჟიმში გადასვლის. ბევრი განცხადება წამოვიდა, რომ პარალელურ რეჟიმში ხო ვიხილავთ დებიტორული მოთხოვნებს აღნიშნული საწარმოებისას, რომ სწრაფად დროულად იქნეს განხილული საქმეები, რომ ეს შექმნილი მდგომარეობა ხელს უშლის იმ თანხების ამოღებას, რაც რეაბილიტაციის მასაში უნდა იყოს შედგენილი და ქმნის იმის რისკს, რომ შესაძლებელია დაერღვეს რეაბილიტაციის გეგმა და რამდენიმე საქმე, რაც მქონდა ჩანიშნული, შეიძლება არ იყოს სახარბიელო პირობები იმ მოვალისთვის, მაგრამ იმ საქმეში ამჯობინა მორიგებაზე წასულიყო, რომ რაღაც ყოველთვიური შემოსავალი ყოფილიყო, რომ გეგმა არ დაერღვია, იმიტომ რომ გეგმის დარღვევა, რეაბილიტაციის დარღვევა კრედიტორის მოთხოვნის შემთხვევაში ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს გაკოტრების რეჟიმში გადასვლას კანონის მოთხოვნით. ჯერ ესეთი მის წინაშე არ დამდგაროთ, ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ მოლოდინები აქვთ მეწარმეებს. ერთი შეკითხვაც, აქ ზოგადად უკვე ლიკვიდირებული საწარმოო როცა გვაქვს სახეზე და ამ სამწარმოო რეესტრიდან უკვე ასე ვთქვათ, მისი იურიდიული ამოშლილია. პირის სტატუსი უკვე გაუქმებულია. დიახ. როგორ ფიქრობთ, არის შესაძლებელი, რომ აღდგეს ასე ვთქვათ, ესეთი დავა ვაწარმოოთ? არა. ზოგადად კანონიდან გამომდინარე, ესეთი დავა ვაწარმოოთ, რომელიც არა. შესაძლებელს გახდეს, რომ ეს პირის აღდგეს ასე ვთქვათ, მის როგორც სამეწარმეო სუბიექტი. თუ რეგისტრაციის წაშლა განხორციელებულია, ესე იგი შესულია კანონიერ ძალაში უკან ვეღარ მოვაბრუნებთ. გადაწყვეტილება, კიდევაც რო აღმოაჩნდეს ამ საწარმოს ქონება, რომ აღმოჩნდეს ქონება, პირობითად აღმოაჩნდა, უკვე ლიკვიდირებულ საწარმოს. მასაში არ იყო შეტანილი, ის ნაწილდება იმ კრედიტორებს შორის, რომლებთა მოთხოვნები არ იყო დაკმაყოფილებული იმ მასის რეალიზაციით, რაც მანამდე აღნიშნულ საწარმოს ეკუთვნოდა. ესეთი შემთხვევა რო დავუშვოთ, ქალბატონთან, რა ხამს ამ საკითხს შევეხეთ, მეც მაინტერესებს ზოგადად როგორც ასე ვთქვათ, იურისტი. პირობითად ამ გაუქმებულ ანუ საწარმოს, ამოშლილი სამწარმოების ამოშლის საწარმოს ქონება კი არ აღმოაჩნდა, არამედ მოთხოვნის უფლება აღმოაჩნდა. ანუ გამოიკვეთა, რომ ამ საწარმოს შეუძლია ჰქონდეს მოთხოვნის უფლება სხვა საწარმოებისაგან. სუბიექტი არ არის. ამან თუ არ მას თუ ასე ვთქვათ, როგორც სუბიექტად არ ჩამოყალიბდა კვლავ, მას ეს მოთხოვნის დავას ვეღარ აწარმოებს ქონებასთან დაკავშირებით. სუბიექტი არ არსებობს და შესაბამისად პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, რომ თუ წაშლილია უკვე რეესტრიდან, შესაძლებელია და ვთქვათ მოთხოვნა კრედიტორს მის მიმართ, საერთოდ საქმის წარმოება წყდება. გამორიცხული. მოიტყვენ როგორც მკვდარს არაფერი არ იშველება, ისე არ შეწყოთ. კარგით. ერთი შეკითხვაც, თქვენა დელიქტი ახსენეთ და დელიქტთან დაკავშირებით არის ასე ვთქვათ, ასევე გამარტივებული წესით საქმის წარმოება. აი აქ ხანთაზმულების არის ასევე სასარჩელო წესით საქმის წარმოება, ხო? დელიქტთან დაკავშირებით. აი ხანთაზმულობის ვადები როგორ არის აქ ხოლმე მეტყვით? როდის აი გამარტივებული წესის დროს არის თუ არ ვწდები უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც არის ამასთან დაკავშირებით, თუ იცნობთ ამ პრაქტიკას ხალხთან? რუსთავიორის საქმეს გულისხმობთ? არა, რუსთავიორის საქმეს არ გულისხმობ. სხვა გადაწყვეტილებაა. როდესაც ცნობილი გახდა ზიანის მიყენების ფაქტი, იქიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. აი გამარტივებული საქმის წარმოების დროს გამარტივებული საქმის წარმოება უფრო შემჭიდროებულ ვადებში ხდება განხილვა. პირობითად დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. ეს უნდა იყოს განაჩენით დადგენილი, შესაძლებელია განაჩენით არ იყოს ზიანი. მაგას ვიძახე, პირობით ქმედება, რომელზეც ასე თქვა დავამიტის და ზიანის არსებობის ფაქტი მოხდა კონკრეტულ დღეს. მაგრამ განაჩენი გამოვიდა 3 წლის შემდეგ. ამაზე გეუბნებით. განაჩენით როდესაც დადგინდება ზიანის მიყენების ფაქტი, იქიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადაც. ეს როდესაც თქვათ განაჩენისთან ერთად პარალელურად, ანუ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან ერთად მიმდინარეობს
მაშინ არ ამასთან მიგინა- დავას გამარტივებული წესით არ იხილება, მაშინ ის ჩვეულებრივი სასარჩელო წესით გამარტივებული წესით იხილება. ვერ მიმართავს, სანამ განაჩენი არ იარსებებს. მაგის პარლა. არის შემთხვევა, რომ არსებობს განაჩენი, რომ არის დანაშაული ჩადენილი, მაგრამ განაჩენით არ არის ზიანის ოდენობა დადგენილი. ამ შემთხვევაში უკვე გამარტივებული წარმოება აღარ გვაქვს სახეზე, ვინაიდან სასარჩელო წარმოებით უნდა მოხდეს ზიანის ოდენობის განსაზღვრა. გამარტივებული წარმოება სახეზე გვაქვს, როდესაც დადგენილია ზიანის ოდენობა, ზიანის მიყენების ფაქტი, ზიანის ანუ თქვენ მიყენებელი. ესე იგი იძახით რომ უნდა დაველოდოთ სანამ განაჩენი არ გამოვარო, მე ვიდაო ამას საკითხზე, რომელი უფრო მოქნილი თემის. არ გვიშლის, არ გძღუდავს კანონმდებლობა, რომ მანამდეაც მიმართოთ და გამარტივებული წესის ნაცვლად სასარჩელო წარმოებით იყოს მოთხოვნილი განხილვა. და ხშირია პრაქტიკაში ესეთი შემთხვევები, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი საქმე, მაგრამ გადაწყვეტილებებს თქვათ მოთხოვნებით გება სასარჩელო წარმოების გზით. ისიც პარალელზეც გამახსენდა, ალბათ გახსოვთ რომ სისხლისამართლების საქმის წარმოება იყო საფუძველი, რომ შეჩერებული იყო სამოქალაქო საქმის წარმოება. დღეს 2011 წლამდე თუ არ ვცდები. დღეს ეს წესი აღარ არის. აი როგორ ფიქრობთ, რატო გაუქმდა ეს წესი? არა, დღეს აღარ გვაქვს კი აღარ არის შეჩერების საფუძველი. აი რატო აღარ არის? პრეუდიციული ძალა შეიძლება არ ენიჭება და შესაბამისად სამოქალაქო წარმოების პროცესში უნდა დადგინდეს გარკვეული ფაქტებს ქონდა თუ და ადგილი და მოხდეს სამართლებრივი შეფასება. საქმის ფარგლებში დადგენილი ასე ვთქვათ ფაქტებს სამოქალაქო სამართლისთვის პრეუდიციული ძალა. კარგით, მე აღარ მაქვს შეკითხვა. მადლობა ქალბატონ თამარ. ქალბატონი თამარი. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, გისურვებ წარმატებებს. ქალბატონო თამარ, ბატონ ირაკლის კითხვას გავაგრძელებ, უბრალოდ მაინტერესებს პრაქტიკაში, როგორ არის მოგეხსენებათ გამარტივებული წარმოების დროს პროცედურულად უფრო შეზღუდულები ვართ და აბსოლუტურად განსხვავებული სამართალწარმოების პროცედურა მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? როდესაც ზიანის ოდენობასთან არის დაკავშირებული საკითხი, თქვენ როგორ ხედავთ ეს აუცილებლად კონკრეტული განაჩენით უნდა იყოს განსაზღვრული, რა ზიანი მიადგა, თუ არსებობს შესაძლებლობა და აქაც მტკიცების ტვირთი რეალურად უკვე მოსარჩელეზეა, რომ თქვათ რა ოდენობის თანხას მოითხოვს ეს, თქვათ რა პრაქტიკა მიმართულებით. ხშირ უმრავლეს შემთხვევაში განაჩენით არ არის ზიანის ოდენობა განსაზღვრული. არის ფაქტი დადგენილი, რომ მოხდა დანაშაული და მიადგა ზიანი, მაგრამ ოდენობაზე არ მსჯელობს განაჩენი. შესაბამისად, ჩვეულებრივ სასარჩელო წარმოებაში ხდება შესაბამისი შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით ზიანის ოდენობის დადგენა. ჩვეულებრივად ექსპერტიზის დასკვნიდან თქმა უნდა, გამომდინარე, მტკიცებულებებით, რაც რელევანტური იქნება იმ კონკრეტულ საქმეში ზიანის ფაქტის დასადგენად. მადლობა. ჩაწერილია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონ თამარ. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა. რა სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია ეს კანონი? მოგეხსენებათ 2014 წლამდე არ არსებობდა ერთიანი სისტემატიზებული, ხო? სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები კი არა, თითქმის ყველა ითვალისწინებს ხო კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ანუ რა დატვირთვა აქვს ამ კანონს და მასში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ. ნახა, დატვირთვა ერთ კანონში იქნა თავმოყრილი და ერთი კანონით ყველა პრინციპები და აღნიშნული კანონით ყველა ფორმის დისკრიმინაცია აკრძალულია. ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულად რომელი დროს რა ცვლილება არ ვიცი, ახლა მთლიანად კანონი რა ცნობილი ვარ, მაგრამ რა ცვლილებები განხორციელდა, სახეები ხომ არ ანუ პირდაპირი დისკრიმინაცია, არა პირდაპირი დისკრიმინაცია, აი შევიწროება მაგალითად რომელიც 2019 წელს შევიდა აი როგორც დისკრიმინაციის ფორმა. ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის კუთხით, კი ბატონო, გასაგებია. სექსუალური სქესობრივი ნიშნით, სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია. კი ბატონო. ბავშვის უფლებათა კოდექსთან დაკავშირებითაც გკითხავთ, თუ ხართ გაცნობილი ამ კოდექსს და ხომ არ მოგიწიათ მასთან მიმართებით, ვთქვათ, დავაში, ანუ გამოყენება ამ საკანონმდებლო აქტის?
ეხ გამომდინარე იქედან რომ მე რა კატეგორიის საქმეებსაც ვიხილავ იქ ნაკლებად არის ამ კანონის გამოყენება ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე იყო. ერთი რაც მახსენდება რომ ტენდენცია წავიდა იქეთ რომ თქვათ თუ ქონება უზრუნველყოფილია იპოთეკით გამშობლებმა რამდენიმე შემთხვევა იყოს გაჩუქების ფორმით არასრულწლოვნებზე და მცირეწლოვნებზე მოხდა ამ ქონების გადასვლა და მოგვიწია უფლებამონაცვლეობის დადგენა. რაც შეეხება თვითონ კანონს გაცნობილი ვარ და გარკვეულ საკითხებს არის მსჯელობა დღესაც მოსამართლეებში თუ რა ფორმით როგორ უნდა ჩაერთონ რა უნდა ხა თუნდაც მეც ვფიქრობ იმ საკითხზე, როდესაც უკვე მცირეწლოვანის სახელზე აქონება უზრუნველყო თუ არა შესაბამისი ორგანოს ჩართულობით, ადვოკატის მონაწილეობით, ამ ეტაპისთვის ადვოკატი თვითონ მშობლების მიერ არის აყვანილი, ამიტომ ამ კუთხით ჩემი ჩარევა არ გახდა საჭირო და რაც შეეხება მეორეობისა და მზრუნველობის ორგანოს უნდა ჩაერთოს თუ არა ამ კატეგორიის დავებზე, იმიტომ რომ ზოგადად როგორც განცხადებების რაოდენობა გვიჩვენებს, რომ ძირითადად მოთხოვნები არის, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ქონების გასხვისებაზე თანხმობები სასამართლოს მხრიდან და მკაცრი დასაბუთება იმის, თუ რაში უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამ გასხვისებით, ან თქვათ ბიზნესის წარმოებით მიღებული თანხები ამ კუთხით. აი თქვენ რომ ბრძანეთ რომ უფლებამონაცვლეობის დადგენა მოგიწიათ ანუ ბავშვის დადგენა უფლებამონაცვლედ თუ პირიქით მშობლის დადგენა ბავშვის უფლებამონაცვლედ არა მშობელმა გააჩუქა და შესაბამისად უკვე ბავშვის უფლებამონაცვლეობი ხარეთ ხო საქმეში უზრუნველყავი ის რომ მეორე მშობლისთვის ჩამებარებია ეს განჩინება და მისი ინფორმირებულობა და შესაბამისად მან უზრუნველყო ის რომ ადვოკატი აიყვანა და შესაბამისად თვითონ ბავშვების ასაკით თუ დაინტერესდით აი ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე კანონის მიზნებიდან გამომდინარე ბავშვის ასაკი რა ასაკამდე 18 წლამდე არის არასრულწლოვანი 10 წლამდე როგორც ბავშვს 10 მოზარდი თუ 10-დან და რაღაც არა ის უფრო მართლმსაჯულების კოდექსი რომ 21 წლამდე შესაძლებელია რაღაც აი თქვენ რომ ბრძანეთ რომ მისი მოსმენის უფლების უზრუნველყოფა იქნა გამტკიცებული ამიტომ გკითხეთ ანუ ასაკის გათვალისწინებით თუ გიფიქრიათ იმაზე რომ მისიც მოგეწვიათ სხდომაზე და მისი აზრიც მოგესმინათ თუ მხოლოდ ადვოკატის მონაწილეობა ჩათვალეთ საკმარისად იმიტომ რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მის ინფორმირებას და მისი აზრების და მისი შეხედულებების მოსმენას პრიორიტეტი მახსენდება საქართველოს მიერ მიღებული საქმეზე გადაწყვეტილება, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა იმ კუთხით, რომ ბავშვის ჩართულობა არ იყო უზრუნველყოფილი და მისი აზრი არ იყო მოსმენილი სათანადოდ სასამართლო განხილვის პროცესში. დიახ, და იმ კატეგორიის საქმეებს გულისხმობ, სწორედ რომელსაც თქვენ განიხილავთ, არის თუ არა ეს ვალდებულება სასამართლოს მხრიდან, რომ სამეწარმეოდაებში ჩააბას და მოისმინოს მისი მოსაზრება. მე ვფიქრობ, რომ ინფორმირებულობა ყველა შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სასამართლომ და რაც შეეხება ასე თუ მას ექნება ამის სურვილი, ამის შესაძლებლობას მიეცემა. კი ბატონო და ერთი შეკითხვა მექნება კიდევ თქვენი სამოსამართლო გამოცდილების განმავლობაში ხომ არ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც საქმის სირთულიდან გამომდინარე დაგჭირდათ კოლეგიური შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა, ანუ დაგიდგენიათ კოლეგიური შემადგენლობით საქმის განხილვა. არ გქონია აი რა მნიშვნელობა აქვს, რატომ არის გათვალისწინებული საფუძვლო კანონმდებლობით ეს შესაძლებლობა სასამართლოსთვის, რომ განსაკუთრებულად რთული კატეგორიის დაავადზე თუ ის ჩათვლის, რომ საჭიროება არსებობს დაადგინოს კოლეგიური შემადგენლობით საქმის განხილვა. საქმის სირთულიდან გამომდინარე, გადასაწყვეტის საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ამის აუცილებლობა არის, არ არის პრობლემა, რომ დადგინდეს კოლეგიური განხილვის შესაძლებლობა. მე თვითონ არ დამიდგენია არ ვიცი არ იყოფილა რთული საკითხი, სამსჯელო საკითხი, მაგრამ ინდივიდუალურად გადამიწყვეტია. შეიძლება ეს საქმის მოცულობაზე იყოს, მაგალითად მოცულობასთან კავშირში, იმიტომ რომ თუ მრავალტომიანი საქმეა, სხვა ორი მოსამართლეც ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით არა. მოცულობასთან არ უნდა იყოს სამართლებრივად რთულ საკითხს უკავშირდება. სამართლებრივად მნიშვნელოვანი და რთული საკითხი უნდა იყოს. მოცულობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ალბათ ვერ განსაზღვრავთ იმას, რომ აუცილებლად დავადგინოთ
კოლეგიური შემადგენლობა. კი ბატონო, მადლობა. ქალბატონო ირმა, გესმით მე მგონი ჩვენი ხმა? თუ შეიძლება დასვით კითხვა? მოგესალმებით, ქალბატონო. მოგესალმებით. ვინაიდან თქვენ ბიზნეს დაიწყებთ, დიახ. ფოსფორად ვამ. როგორც გავიგე, ბიზნეს დავებს ვინაიდან იხილ. დიახ, რამდენიმე კითხვას დავისვამ. თუ შეიძლება მოკლედ გვესწავლოთ იურიდიული ფიქციის და პრედუქციის მნიშვნელობაზე სამართალ. ამღეთ რამდენად სრულყოფილად შეიძლება ვისაუბროთ პრეიუდიციის მნიშვნელობაზე? ეს ძალიან არა, იურიდიული ფიქციის. იურიდიული ფიქცია რას გულისხმობს და პრეზუმპციის მნიშვნელობა. ფიქციისა და პრეზუმპციის. პრეზუმპცია სამოქალაქო კუთხით. არ ვიცი, არას გულისხმობთ სამოქალაქო კუთხით, რაც არ არის, ვთქვათ, აკრძალული კანონით, ყველაფერი დასაშვებია. თუ აი ვერ მივხვდი კითხვას. სამოქალაქო სამართალშიც ხდება რამდენიმე ადგილას პრეზუმპცია. რა მნიშვნელობა აქვს პრეზუმპციას ზოგადად? რა პრეზუმპციებია აღიარებული სამოქალაქო სამართალში? რა მნიშვნელობა აქვს? მე იურიდიული ფიქცია რას გულისხმობს და რა მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო სამართალში? ვერ გავიაზრე კითხვა. რა თქმა უნდა, ნივთისმფლობელი არის მესაკუთრე. გასაგებია. მესაკუთრის პრეზუმპცია, მესაკუთრეთ ყოფნის პრეზუმპცია. ხაი, მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მინდა რომ კითხოთ. პრაქტიკულ მნიშვნელობაზე? აი თქო საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმპციას რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს იგივე და ასე შემდეგ. მესაკუთრეთ ყოფნის პრეზუმპცია აძლევს მას შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროს ყოველგვარი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინების გარეშე მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საკუთრების გამოთხოვა. რაც შეეხება საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია და შესაბამისად შემძენი კეთილსინდისი რაც ჩაითვლება თუ მესაკუთრე ქონება შეიძინა მესაკუთრისგან და რაიმე დავის არსებობის შემთხვევაში ამ ჩანაწერიდან არ ვლინდებოდა და მისთვის ცნობილი არ იყო რომ მესაკუთრე არ იყო კეთილსინდისიერი. უпростоრად მესაკუთრის უფლება არ იყო სრულყოფილი. სრულყოფილი. კარგი, დავანებოთ. მაგას თავი ერთ საინტერესო გადაწყვეტილებაზე მინდა ვკითხოთ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ვინაიდან ისევ დაუბრუნდები, რადგან სამწარეო დავეციხილავთ, აქედან გამომდინარე მინდა ვკითხოთ. აი 206-ე მუხლია სამოქალაქო კოდექსი, რომ ვალის გადაკისრებისთანავე ხდება თავდებობა და გირავნება. თუ თავდებიან დამგირავებელი არ ამბობს უარს. ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს? ეს მუხლი მხოლოდ თავდებობაზე და გირავებაზე იპოთეკა არ არის მითითებული. როგორ ფიქრობთ, ეს კანონმდებლობის პატივცემული გუმილი თუ ფართოდ უნდა გამიმართოს ნორმა და იპოთეკას არ ვიცი, ალბათ გულისხმობს იმ გადაწყვეტილებას უზენაესის სასამართლოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილება, სადაც უზენაესმა ფართოდ განმარტა და მიუხედავად იმისა, რომ არ არის იპოთეკის თავში ვალის გადაკისრების დროს იპოთეკის საგნის მესაკუთრის
თანხმობა გათვალისწინებული ანალოგიით დადგენილი იხემძღვანელა გირავნობის თავიდან გამომდინარე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველი ინსტანციით მე მაქვს მიღებული გადაწყვეტილება და ეს განმარტება და ანალოგიის გამოყენება გაზიარებული იქნა ორივე ინსტანციაში, როგორც სააპელაციო, ასევე უზენაეს სასამართლოს მხრიდან. პირველი ინსტანციით ეს გადაწყვეტილება ზუსტად იმ ფორმით, როგორც შემდგომში უზენაესმა გაიზიარა და პრინციპში არც ერთ ინსტანციაში არ ყოფილა სხვა კუთხით სამართლებრივი შეფასება განხორციელებული. მე მაქვს მიღებული პირველი ინსტანციით გადაწყვეტილება. კი ბატონო. კარგი, და კიდევ მაქვს ესეთი კითხვა. პატიმრობის კოდექსის მიხედვით საოჯახო პაემანი ეძება მარტო ქალს ხორდებს. თუ შეგიძლიათ, აი ეს ნორმა შემიფას ერთ ზუსტად ვერ მივხვდი, აი რომელი კანონს გულ. შესახებ კოდექსის საფუძველზე პაემანის უფლება მხოლოდ ქალ მეუღლეს აქვს. საოჯახო პაემანის ხო, საოჯახო პაემანს გულისხმობთ, კი ბატონო. საოჯახო პაემანის უფლება აქვს ქალ მეუღლეს მინიჭებული და შეაფასეთ ეს ნორმა. ხა ზოგადად ჩვენი კანონმდებლობით ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. თუ თქვათ საჯელახშულებების დაწესებულებაში ქალია მოთავსებული, ვფიქრობ, რომ არ უნდა შეეზღუდოს მის მეუღლეს საოჯახო პაემანის უფლებით სარგებლობა. ეს შემიძლია თქვა. მე გეკითხები. ბატონო? ანუ ქალის სარგებლობა შეუძლია რომ ამ უფლებით ისარგებლოს და მეუღლესაც შეხვდეს, შვილებსაც შეხვდეს, მაგრამ მამაკაცის შეხვდებას არ შეუძლია საოჯახო პაემანის სარგებლობა. პირდაპირ წერია პატიმრობის კოდექსში, რომ ეს არის ქალის შეხვდების უფლება. მე ვფიქრობ, რომ მამაკაცსაც უნდა კონდეს ამის უფლება, რომ ისარგებლოს პაემნის უფლებით მეუღლესთან და შვილებთან. როგორი უსჯელებდა საკონსტიტუციო სასამართლო ან ადამიანის უფლებათა დისკრიმინაციული, ალბათ დისკრიმინაციული კუთხით შესაძლებელია სქესის მიხედვით დადგენილიყო დარღვევა. ჩემი აზრით. სქესის ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით. და ერთად ვკითხავ, პრაქტიკაში თუ მონი შეხვევა და რა სიტუაციას ხდებით, აი მაგალითად, წინა ხელშეკრულება, წინა სახელმწიფო ურთიერთობა და განზრახულობათა ოქმი. როგორ ასხავთ პრაქტიკაში ძალიან ხშირია. კითხვა ბუნდოვანი ვერ გავიგონე უფრო სწორად. წინარე ხელშეკრულება გავიგონე, პრაქტიკაში არის წინარე ხელშეკრულებების შემთხვევები და მე ვერ გავიგეთ. ქალბატონო ირმა სამწუხაროდ ეგება განზრახულობათა ოქმი. განზრახულობათა ოქმი. აი ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა ხდებოდა წინა ხელშეკრულებო ეტაპზე. კი ბატონო, განზრახულობაში რა პრობლემებს წარმოშობს და როგორ განასხვავებთ თქო? აი ეს ჩემი კითხვა. განზრახულობათა ოქმი. პრაქტიკაში რა პრობლემა? რითი განასხვავებდით? წინარე ხელშეკრულებისგან, ხო? კი ბატონო. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება იმ ფორმით უნდა იყოს დადებული, როგორც ხდება ჩვეულებრივ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება უნდა იყოს წერილობით, თუ სანოტარო ფორმის დაცვას საჭიროებს სანოტარო ფორმით დაცული და რა შეეხება განზრახულობის ოქმის ფორმა, რომ აი თქვა რა ფორმით უნდა იყოს დადებული და როგორ უნდა იყოს ეს განსხვავებელი ნიშანი არის ცალსახად წერილობით რომ უნდა იყოს დადებული, არ მახსენდება რომ კანონმდებლობით იყოს გათვალისწინებული. და თუ წინარე ხელშეკრულებას ყველა ეკუთვისება ახასიათებს, რაც ძირითადად მოსწრება მათთვის. კითხვა. ერთად გავიგე, თუ წინარე ხელშეკრულება ყველა თავისი მახასიათებლებით განზრახულობათა ოქმს თანხმედრაშია, როგორ სადავლებთ მიჯნას, ხო, რითი ასხავებთ ერთმანეთისგან, ეს სწორედ გავიგეთ? კი.
ანუ ყველა მახასიათებლით არის თანხმედრა წინარე ხელშეკრულებასა და განზრახულობათა ოკუპს შორისო, მაგრამ აი ეს მიჯნა და ზღვარი სად გადის, როგორ თვლით, რომ ერთ შემთხვევაში წინარე ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე და მეორე შემთხვევაში განზრახულობათა ოკუმთან. და იურიდიულ შედეგებს იწევს ერთიც და მეორეც. და იურიდიულ შედეგებს რას იწევსო, ერთიც და მეორეც? არ ვიცი, ვერ წინარე ხელშეკრულება რის ვალდებულებას წარმოშობს და ხელშეკრულების დადების ვალდებულობას. ნუ იცით ახლა უგზნობ რომ იცით და შეიძლება რაღაცა პირადი ცხოვრების ეს რაღაც აი ქალბატონმა თავმჯდომარემ იმით დაიწყო და ნუ დაიბნევით რა ელემენტარული ხელშეკრულება საკითხებია. წარმოშობს შემდგომში ხელშეკრულების დადების ვალდებულებას და განზრახულობათა განზრახულობასთა უქმე არ წარმოშობს შემდგომში ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. კარგით, მადლობთ, დავასრულებ. მადლობა. ქალბატონ ნაზი. გამარჯობა. ჩემი შეკითხვები ძირითადად შეეხება ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერების პრინციპს. თქვენს განაცხადშიც მიუთითეთ ამის შესახებ, თუ რომელ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებთ და თუ შეგიძლიათ გითხრათ კეთილსინდისიერების პრინციპს, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, რატომ აკმაყოფილებთ თქვენ როგორც ერთ-ერთი კანდიდატი? ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერების პრინციპს ვაკმაყოფილებ იქედან, რომ მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი რესურსი მიმართული არის მართლმსაჯულების განხორციელებისკენ. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელება. აი უფრო კონკრეტულად რომ მკითხოთ. ამ პრინციპებიდან ასე ვთქვათ გამომდინარე, ორგანული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი გახლავთ პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი. ნუ გასაგებია რომ მოსამართლე ბრძანდებით ახორციელებთ მართლმსაჯულებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვიწევს თქვენი შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ ხართ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნული და თავის დროზე ეს შეფასება თქვენ გაიარეთ. აი მაინტერესებს მაგალითად აი პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიები, კრიტერიუმების სახით. ეს არის პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, სიმართლის მოყვარეობა, გამჭვირვალობა. აი რომ ავიღოთ მაგალითად სიმართლის მოყვარეობა რას ნიშნავს თქვენთვის და თუ შეგიძლიათ გითხრათ რაიმე მაგალითი თქვენი პროფესიული ცხოვრებიდან ან რა ვიცი თუ გნებავთ პირადი ცხოვრებიდან თუ რაიმე ესეთი შემთხვევა ყოფილა სადაც თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ამის შესახებაც რომ თქვენ ბრძანდებით სიმართლის მოყვარე რაში გამოიხატება ეს არ ვიცი ალბათ უცხო ვინც მიცნობს იმათვის უფრო შესაძლებლად ადვილია ეს საკითხი და საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ზოგადად აი მთელი ჩემი ცხოვრება მოსამართლეობამდე და მით უმეტეს შემდეგაც სიმართლით და პატიოსნებით ვფიქრობ, რომ ცხოვრობდი და ყველა ეს ჩემი ცხოვრების დეტალი აისახებოდა ჩემს საქმიანობაშიც. ყველა საქმეს, ყველა საკითხს, რაც დაკავშირებული არის არა მარტო მართლმსაჯულების განხორციელებასთან, არამედ ყოფით პრობლემებთანაც და ყოფით საკითხებთანაც, ვუდგები გულისხმიერად, პატიოსნად, ეს შემიძლია რომ თქვა. აი მაგალითად დამოუკიდებლობა, მიუკერძებლობა და სამართლიანობის მახასიათებელი არის ასევე კეთილსინდისიერების ერთ-ერთი კომპონენტი და აქ საუბარი არის იმაზე, რომ კანდიდატი უნდა იყოს პრინციპული. თუ შეგიძლიათ გითხრათ რაიმე მაგალითი, რომელიც დაგვარწმუნებს იმაში, რომ თქვენ ბრძანდებით პრინციპული მოსამართლე კანდიდატი ამ შემთხვევაში. ნუ ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვიღებ კანონის შესაბამისად, გავლენას არ ახდენს არანაირი, ვთქვათ, გარეგანი ფაქტორები, რომ მიკერძოებული იქნები, ის რომ მაინც არ გადაწყდება, ესე
არ ვიცი, აი ეს საკითხები არანაირ გავლენას არ ახდენს და მაინც იგი აი რაიმე თუ გახსენდებათ ისეთი, როდესაც მოგიწიათ თქვენი პრინციპული პოზიციის დაკავება, რაც არ იყო დაუშვათ ადვილი შეიძლება, მაგრამ თქვენ ეს პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. შეიძლება საქმე ყოფილიყო, შეიძლება სხვა შემთხვევა. არა, ისე ცალსახად მაგალითი არ მახსენდება, უბრალოდ ხშირად არის ხოლმე, ხშირად არა, იშვიათად არის ხოლმე რომ შემთხვევა, რომ თვითონ მხარეებს, როდესაც უკვე პროცესი მიმდინარეობს, წინასწარ აქვს იმის განცდა, რომ სხვანაირ გადაწყვეტილება იქნება, ის მაინც წააგებს, არაფერი არ ჭრის და რომ ყოფილა რომ თქვათ ის გადაწყვეტილება, რაც კანონიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იყო შესაძლებელი მიმიღია და თქვათ ის გადაწყვეტილება იმ ხარის სასარგებლო ყოფილა, რომელიც თავიდანვე უნდობლად იყო განწყობილი საქმისთვის, ყოფილა შემთხვევა, რომ ბოდიში და უხერხულობა უგრძნია, რომ წინასწარი განცხადებების მიუხედავად ეს არანაირად არ შეიძლება მან გავლენა მოახდინოს მოსამართლის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე და სხვა ისეთი, რა თითქმის ყველა ჩემ მიერ მიღებულ საქმეში გადაწყვეტილებებში, საქმეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს კანონის შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად. ეს პრინციპულობა არის ამ შემთხვევაში თქვენი აზრით, თუ ეს ასე უნდა იყოს, აი რაიმე განსაკუთრებული მოვლენაა, რომ კანონის შესაბამისად იღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. არა, ეს ასე უნდა იყოს, ჩვეულებრივი ეს არის მოსამართლის. აი პრინციპულობა რაში მდგომარეობს? კარგით, აი კიდევ ასეთი ისა გვაქვს მოთხოვნა, ასე ვთქვათ, კანონმდებლობით. აქ გვაქვს ასეთი ჩანაწერი, რომ მოსამართლე უნდა იყოს მედეგი ზეგავლენის მიმართ. აი 2009 წლიდან ბრძანდებით ხო თქვენ მოსამართლე? ძალიან ხანგრძლივი გამოცდილება გაქვთ და ამ წლების განმავლობაში თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, სადაც თქვენ ამ უნარის, ასე ვთქვათ, გამოვლენა დაგჭირდათ. რომ გამოგეჩინათ მედეგობა ზეგავლენის მიმართ, ასეთი საჭიროება თუ დამდგარა? ეხლა ზეგავლენა არც ერთ ეტაპზე ჩემი სამოსამართლე უფლებამოსილების განხორციელების დროს არც ყოფილა ამის მცდელობა, რომ ვინმეს ზეგავლენა მოეხდინა. მოსამართლედ გამწესი 2009 წელს იმ პერიოდში მიწევდა არა მარტო სამოქალაქო ზოგადად საზოგადოებაში და ხშირად ტელევიზიით როცა ვისმენ ხოლმე და სასამართლოს ეხება საკითხი, რომ თითქოს და მხოლოდ სამოქალაქოს მოსამართლეები თქვათ მეზობლებს შორის დავაზე შეიძლება არ იყვნენ დაინტერესებული და მიკერძოებული და დანარჩენ დავაზე რომ მოქალაქე სამართალს ვერ იპოვის, აი ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ვიხილავდი სამოქალაქო დავებს ძირითადად, მაგრამ მიწევდა ადმინისტრაციული სამართალ და რაღაც ეტაპზე ადმინისტრაციული საქმეების არსებითი განხილვაც ძალიან მცირე ეტაპი იყო, იმიტომ რომ შემდგომში სპეციალიზაცია დადგინდა მალე და მორიგეობის დროს მიწევდა აღკვეთი ღონისძიებების გამოყენების კუთხითაც გადაწყვეტილებების მიღება. ეს თამამად შემიძლია გამოცხადო და ეს ადვილად შესამოწმებელია, იმიტომ რომ არსებობს სტატისტიკა, არ ყოფილა, თქვათ, გადაწყვეტილება ისე მიღებული, რომ თქვათ, აუცილებლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება გამომეყენებინა და არ გამომეყენებინა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების დროს მაინდამაინც მითითება პოლიციის, რომ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული და არ ყოფილიყო სხვა მსუბუქი, ან საერთოდ არ გამოყენებულიყო, ან შეწყვეტილიყო, ან შენიშნით შემოფარგლიყო. ეს ამ საკითხებზე არ ყოფილა არაფერი და არც შებოჭილი არ ყოფილვარ ჩემი საქმიანობის და ჩვეულებრივად მიმიღია ასეთი გადაწყვეტილებები, როცა საჭირო იყო, თქვათ, იმის აუცილებლობა, რომ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული და იყო დასაბუთება, ესეთი გადაწყვეტილებაც მიმიღია, როცა მოთხოვნილი ყოფილა პატიმრობა, მაგრამ არ იყო ამის გამოყენების საფუძვლები, მიმიღია საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, შესაძლებელია უკმაყოფილება მოყოლია თვითონ მხარეები, აი ბრალდების ან პოლიციის მხრიდან, მაგრამ მას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. და რაც შეეხება სხვა ზეგავლენას, რომ ვინმე მომდინარეობდეს, ესეთი არ ყოფილა. ესეთი შეკითხვა მაქვს, ვინაიდან თქვენ დიდი ხანია მოსამართლე ბრძანდებით,
გსმენიათ თუ არა იმის შესახებ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები გარკვეულ მითითებებს აძლევდნენ მოსამართლეებს. ან თუ გსმენიათ ისეთი ფორმატის შესახებ, სადაც მოსამართლეები წინასწარ იხილავდნენ თავმჯდომარესთან ერთად ამა თუ იმ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებებს. ტელევიზიით ყოფილა, ანუ აი ეს და იმ პერიოდში მე მუშაობდი, აი ეს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ თავმჯდომარესთან ან მე შესულიყავი და მეკითხა რა საქმეს ვიხილავდი, ან იმას ის დაინტერესებული იყო და მოეკითხა რა საქმეს ვიხილავდი და ვის წინააღმდეგ, იმიტომ რომ აი ჩემ პრაქტიკაში არის ბევრი აი სამოქალაქო კუთხითაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს და მის წინააღმდეგ თუ არ იყოს რა თქმა უნდა სარჩელი დასაკმაყოფილებელი არ დაკმაყოფილებულა და გაუზიარებია ზოგ შემთხვევაში შემდგომს უმრავლეს შემთხვევაში არ ვიცი არ მე ესეთი მე თვითონ ესე არ მსმენია საზოგადოებრივ თვითონ სასამართლოში არ გსმენიათ ამის შესახებ არავისგან სისტემაში. არა, ხა ჩემს მიმართ და ჩემი საქმეებით თუ არ ინტერესდებოდა თავმჯდომარე, რატო უნდა დაინტერესებულიყო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში კოლეგებისგან არ მსმენია. არც სხვა მოსამართლეებისგან. აი იგი ეხა თქვათ თუ ვიტყვით რა სისხლის კუთხითაც მიღია თქვათ რამდენჯერმე იყო ეს ფაქტი რომ ნაცვლად მოთხოვნილი პატიმრობისა გამომიყენებია გირაოს თანხა და მინიმალური ოდენობა და არავის არ უკითხავს ეს ყოველ შემთხვევაში შეგდით არავის არ უკითხავს რომ რატო და რატო გადავწყვიტე ესე და ბუნებრივია ხა საპირისპიროდ თუ ყოფილა რომ დავუშვათ არ გაგითვალისწინებიათ პროკურატურის შუამდგომლობა და ამ პირიქით მოთხოვნა პროკურატურის შუამდგომლობა არ გამითვალისწინებია ეს ფაქტები იყო ხო ამას გულისხმობ ხო აი ესეთი ფაქტი ყოფილა მოთხოვნა თუ ყოფილა რომ მოთხოვნა თუ ყოფილა რომ გაგეთვალისწინებინათ პროკურატურის შუამდგომლობა არასოდეს არ ყოფილა ეს შემთხვევა აი მაინტერესებს ასევე ამ შემთხვევაში ესეც ერთ-ერთი კრიტერიუმია კანდიდატთან მიმართებაში მას უნდა ქონდეს პიროვნული სიმყარე და შეუვალობა. თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც აი პიროვნული სიმყარე და შეუვალობა გამოგივლენიათ და რა იყო ასეთი მაგალითი, რაც ჩვენს გარკვეულ ინფორმაციას მოგცემს. აი გრასთან დაკავშირებით. ანუ კანონში წერია ეს, თქვენ დარწმუნებული ვარ ეს იცით. ყველა პიროვნული სიმყარე და შეუვალობა. თუ გნებავთ პირველ რიგში გითხარით, თქვენ როგორ გესმით, როგორც მოსამართლეს ეს რას ნიშნავს მოსამართლისთვის, როგორც კრიტერიუმი და თქვენ თუ გქონიათ რაიმე გამოცდილება, რომ ეს უნარები გამოგევლინათ. კიდევ ერთხელ შემიძლია განვარტო, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არასოდეს იცით რამე არასოდეს არ ყოფილა თუნდაც ისეთი რამ რომ ვინმე სოთხოვოს თქვენთვის რომ ჩაგენიშნათ პროცესი არა უფრო ადრე ვიდრე რეგულარული ამის საჭიროება მე ვფიქრობ რომ არასოდეს აი უყურეთ რომ 2009 წლიდან ხო ბრძანდებით მოსამართლე არასოდეს არ ყოფილა ერთი მაგალითიც კი რომ რომელიმე საქმეზე რომელიც თქვენ წარმოებაში იყო აი ამ წლების განმავლობაში ასობით საქმე ხო თუ ათასობით არ ვიცი რომ გამოგევლინათ თქვენ ისეთი უნარები რაც მედეგობას, თქვენ შეუვალობას, პიროვნულ სიმყარეს და არ ყოფილა ზეგავლენის მცდელობა არც ერთ კომპონენტში, თუნდაც პროცესის ჩანიშვნასთან მიმართებაში არასდროს არ ყოფილა. არა, აი გულწრფელად გეუბნებით, არა და ხშირად მხარეებისგან ყოფილა, რომ ესე მალე რატო დაინიშნა პროცესი. აი ესეთი განცხადებებით ბევრჯერ ყოფილა. ხო, იცით რა მაინტერესებს კიდევ? თქვენ როგორ შეადარებდით სასამართლო სისტემას დაუშვათ 10 წლის წინ და დღეს? რა სხვაობებია? ეხა სასამართლო სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობა ერთ დღეს ვერ ჩამოყალიბდება. ყველა ეტაპზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება და მოვალშიდაც გადაიდგმება იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი და მაღალი ხარისხი. მე პირველი შეხება სასამართლოსთან მქონდა 1999 წელს აი პირველი რეფორმის ფარგლებში და მაშინაც ეხა იყო ბევრი პრობლემა, ბევრი საკითხი როგორც მატერიალური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ერთთვიანი მოღვაწეობა იყო მაშინ ჩემი სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციაზე მახსოვს რომ შესაკერძავს საქმის შესაკერძავს მასროფაზე მე მივდიოდი და მე ვყიდულობდი იმიტომ რომ მატერიალური უზრუნველყოფა არ იყო არ იძლეოდა ამის საშუალებას
ეს ყველა ეგ როგორც დამოუკიდებლობის კუთხით, ისე მატერიალური უზრუნველყოფის კუთხით, ყველა ეტაპზე გადადგმული ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად მიღწეული იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა კუთხეს გულისხმობს სრულიად. იგივე მოსამართლის გადამზადებით, იგივე თქვათ მოსამართლის თანამდებობის ბაზე განწესებამდე გასავლელი გზის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპზე გარკვეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. თქვენ როგორც იცით, სასამართლო როგორც სისტემა უნდა ტოვებდეს ასევე დამოუკიდებლობის შთაბეჭდილებას, რომ თუნდაც ეს დამოუკიდებლობის სტანდარტი იყოს ასე ვთქვათ დაკმაყოფილებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღევანდელი სასამართლო სისტემა მესმის რომ დანიშვნების სისტემა შეიცვალა მეტნაკლებად რაღაცები, რა თქმა უნდა 10 წლის წინ რაც იყო შეცვლილია, მაგრამ შთაბეჭდილების თვალსაზრისით თქვენი აზრით დღევანდელი სასამართლო ტოვებს თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო შთაბეჭდილებას? მე აი ამ საკითხზე რაც შემიძლია ეს არ ყოფილა ერთი და ორი შემთხვევა თქვათ ჩემ ცხოვრებაში რომ აი ხშირად იგივე საზოგადოება თქვათ თუ ტრანსპორტით მიწევდა ისეთი ადამიანებისგან მომისმენია რომელსაც სასამართლოსთან შეხება ჰქონია და დარწმუნებული ყოფილა რომ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება რომ გავასაჩივრე პოლიციის აქტის საერთოდ არ ქონდა იმედი იმიტომ რომ ყოველ დღე მესმოდა რომ სასამართლოში სიმართლეს ვერ მიაღწევ თუ არ აქვს თქვათ შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი გავლენა თუ არ გაქვს და თვითონ პირი ყოფილა გაოცებული ყველანაირი ძალისხმევის garaშე ჩემი სიმართლე დავამტკიცე ყოფილა ადმინისტრაციული კუთხით ყოფილა სისხლის კუთხით და კი გასაგებია საზოგადოება ზოგადად ტელევიზიებიდან მომდინარეობს რომ ვერ მიაღწევს სიმართლეს ვერ დაინიშნები მე ვფიქრობ რომ აი ჩემი მაგალითი იმისა რომ მე დღეს მოსამართლე ვარ არის იმის თქმის საფუძველი რომ მე ყველაფერს მივაღწიე ყველანაირი დახმარების garaშე და არ ვიცი საკუთარი ძალისხმევით და ვფიქრობ რომ ანალოგიურად აი მხარეებსაც გულისხმობ რომ თვითონ ჩემი წარმოებაში არსებულ საქმეებზედაც ყოფილა რომ არ იქნება ვერ მივაღწევ ყველა ამას ამბობს საზოგადოება ესე ფიქრობს ამიტომ ფიქრობ რომ ვისაც შეხება ქონია სასამართლოსთან საზოგადოების წევრებს მე მგონი ფიქრობ რომ დარწმუნებულან და კიდევ ერთი საკითხია ეს არ ვიცი სამართლებრივი ხშირად არის რომ მიუხედავად იმისა რომ პირმა იცის რომ მას უნდა დაეკისროს ის თანხა ან თქვათ მის მიმართ უნდა განხორციელდეს ის მაინც ფიქრობს რომ ის მაინც არ ეკუთვნის უსამართლოა არ აქვს გადახდის საშუალება და რატომ უნდა დაეკისროს აი რამდენად სწორად ვაცნობიერებთ საკუთარ ვალდებულებებს აი ამ კუთხითაც არ ვიცით რომ ვიფიქროთ ამ საკითხზე და გვიჭირს დარწმუნება მოსამართლეებსაც მათი რომ იმიტომ უნდა დაეკისროს რომ იკისრეს ვალდებულება არ შეასრულოს ეს ვალდებულების დარღვევა კანონით იწევს ამას ან თქვათ ყოფილა შემთხვევა რომ საერთოდ არაფერი არ გააკეთა იმისთვის რომ რაიმე მტკიცებულება წარმოედგინა ბუნებრივია ის თავის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ დროს პრეტენზია შეიძლება ქონდეს სასამართლოს და მოსამართლის მხრიდან რომ მისი სიმართლე ვერ დამტკიცდა და ის რომ მისი სიმართლე უნდა დამტკიცდეს სათანადო მტკიცებულებებით ეს ვალდებულება მან არ შეასრულა. ამიტომ ცოტა სამართლებრივი შეგნების და კულტურის, მაღალი კულტურის საკითხით შეიძლება იყოს ეს. იცით რა მეინტერესებს, რადგან ვსაუბრობთ იმაზე, ტოვებს თუ არა დღევანდელი სასამართლო და მოუკიდებელი სასამართლო სისტემის შთაბეჭდილებას, თუ გახსენდება თქვენ რომელიმე საქმე, აი ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მაგალითად აღფრთოვანება იმით რომ მოსამართლე მიიღო ძალიან ესეთი გადაწყვეტილება რომელმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები თქვათ ეს აღფრთოვანება გამოიხატოს აი მაგრამ სიხარული აღფრთოვანება იმ კუთხით რომ რა კუთხით ერთი წუთით ხარ ეს ახლა რომელიმე რომ მოიგებს საქმეს რომ ხარი ამაზე არ საუბრობ მე ანუ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რომ იყო მნიშვნელოვანი და ამან გამოიწვია საზოგადოებაში არა მხარის არამედ რაღაცნაირად განცდა რომ სასამართლო იყო აი ამ საქმეში განსაკუთრებით მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
თუ გახსენდებათ ასეთი რამე, ან ერთი რამე რაც შემიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად საზოგადოების აზრი არ არის ერთი, აი საზოგადოებას აქვს ზოგისთვის მისაღები შეიძლება იყოს და აფთოვანებელი, ზოგისთვის არ იყოს მისაღები და არ იყოს აფთო. ამიტომ მხოლოდ საზოგადოების აზრის გამო რაღაც გავლენის ქვეშ მოქცევა არ არის, არ ვიცი, არ შეიძლება. აი მაგალითად თუ გახსენდებათ ხოლმე, თუ მიგიქცევათ ყურადღება უცხოეთში. დიახ. აი ხშირად ვრცელდება ხოლმე სიახლეების კუთხითაც თუნდაც ამბები მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ამაზე მსჯელობაზე თუ მიგიქცევათ ყურადღება, სადაც მოსამართლემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელთაც დააბალანსა დაუშვათ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელიც გააუქმა სასამართლოს ძალიან პოპულარული შემთხვევებია ზევსაუბრობ თუ არ ვწდები ზუსტად შეიძლება არ მახსოვს მიგრანტების საკითხს ეხებოდა ზუსტად მაგრამ ის ვიცი რომ გააუქმა და რა ქნა სასამართლომ ამ დროს თუ გააუქმა პრეზიდენტის მიერ მიღებული არა აი არსობრივად რა იყო ეს რა შეცვალა ქვეყნის დემოკრატიაში ნიშნულოვანი გადაწყვეტილება მიიღო და არსობრივად ის რომ მართსაჯულებას ეკუთვნის თქვა აღმასრულებელი და უпростоრად საკანონმდებლო ხელისუფლების დაბალანსების საკითხი რომ არ მოხდეს ჩარევა და არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება რომელიც თქვა საზიანოა ეს ჩვენთან ასეთი შემთხვევები გვაქვს განვითარებისთვის ბატონო აი თქვა პრეზიდენტის ან როგორ აი თუ გახსენდებათ ასეთი შემთხვევა მსგავსი ტიპი, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არ ვიცი, ადმინისტრაციული კუთხით რა ასეთი ეკომდებოდა გახმაურებულ შემთხვევებს გულისხმობ. გახმაურებული არ მახსენდება. სადაც აი არ მახსენდება. ერთგვაროვანი ბევრი საქმე, როდესაც არის ხოლმე, აი თუნდაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დროს. არჩევნებთან დაკავშირებით იყო რამდენიმე დავა, ეხლა რაც ეხლა უხლოდ ინფორმაციის დონეზე რომ რაღაც ნაწილში სასამართლომ გააუქმა, ვთქვათ, ოლქის გადაწყვეტილებები, ზოგ შემთხვევაში ხელახლა გადათვლა დაავალა. არ ვიცი, ეს არ ყოფილა ტელევიზიით გაშუქებული. ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყო და მე გამომჩა და იყო გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთაც ძალაში დარჩა ეს აი ბოლო პერიოდი ეს რაც ვიცი არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის დონეზე ვიცი რომ რაღაც ნაწილი გადაწყვეტილებები იყო მიღებული საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ და გაბათილებული მათი ერთ თუ შეიძლება კომენტარის სახით გავაკეთებ რა რადგან საზოგადოება ისმენს გუშინ გავეცანი ინფორმაცია სადაც საუბარია იმაზე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 37 წელი გაატარა კაცმა სჯავრი დაედო ისე, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და 37 წლის განმავლობაში ისიჯდა ციხეში და მოიხადა სხვის მაგივრად სასჯელი. მაგრამ თუ გახსენდებათ სადმე შემთხვევა, რომ ამერიკელი მოქალაქე გამოსული იყოს და ეთქვას, რა ცუდია ჩვენი მართსაჯულება, ჩამოგვექცა თავზე მართსაჯულება, იმიტომ რომ უდანაშაულო კაცი 37 წლის განმავლობაში სხვის მაგივრად იხდიდა მშავს. აი ესეთი შემთხვევა თუ გახსენდებათ რომელიმე ქვეყანაში რომ ლოზინგური ხასიათის გამოსვლები და პირდაპირ დარტყმები მიმდინარეობდა სასამართლოზე რა ცუდია სასამართლო იმიტომ რომ მან ასეთი კატასტროფული შეცდომა დაუშვა და თქვენ გადმოიტანეთ ეს მაგალითი საქართველოში წარმოიდგინეთ საქართველოში 37 წელი მიესაჯა სასამართლოს და ბოლოს აღმოჩენილი იყო ეს ადამიანი 37 წლის მანძილზე ტყუილად იხდიდა სასჯელს რა მოყვებოდა ამას საზოგადოებაში ძალიან მძაფრი რეაქცია და სასამართლოს მიმართ უნდობლობის და ესეთი ფორმით გამოხატვა რომ ყველა მოსამართლე უნდა გათავისუფლდეს არ ვიცი ერთი შეკითხვა მაქვს თქვენ ახსენეთ ცოტა ხნის წინ საუბრის დროს რომ მე ვარ მაგალითია რომ პროტექციის გარეშე გავხდი მოსამართლეო ხო მგონი ასე თქვით დღეს სასამართლო სისტემაში თქვენი აზრით არის თუ არა ნეპოტიზმი რას გულისხმობთ აი ნეპოტიზმი რომ ვინმე გავლე ნათესაობის და მეგობრობის ხარჯზე აღწევს რაიმე შედეგს და რაიმე თანამდებობას დიახ არა
იმიტომ რომ არ ვიცი, ახლა ჩვენ სასამართლო სისტემაში ყველა სპეციალისტად რომ დაიწყო მუშაობა, უნდა კონდეს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება და უნდა გაიარო კონკურსი. და არ ვიცი, მე არასოდეს ნეპოტიზმი რა არის თქვენი განმარტებით? თანამდებობის პირის მიერ მის ნათესავის მეგობრის დანიშნა დაწინაურება სათანადო კვალიფიკაციის არარსებობის მიერ დანიშნა? ბატონო? მის მიერ დანიშნა პირდაპირ? არა, მისი გავლენით. ხო. ანუ თქვენთან არა, ახლა საბჭოს წევრები ხო არიან, მაგალითად მოქმედი საბჭოს წევრები. რომელიმეს ოჯახის წევრი თქვენთან სასამართლოში არ მუშაობს? არ ვიცი, ალბათ მუშაობს. ვის შესახებ იცით მაგალითად? კი, მუშაობს ახლა. ჩემი ნათესავიც მუშაობს ორი. ბატონო? ჩემი ნათესავიც მუშაობს ორი, მაგრამ საბჭოს წევრის ოჯახის წევრი ვინ მუშაობს? საბჭო, ესე დეტალურად შეიძლება არ ვიცი. ეხლა ეს ინფორმაციულ დონეზე, ხა ჩემთან, იმიტომ რომ ყველა თანამშრომელს არ ვიცნობ, ჩემთან ვინც თქვენი ნათესავი ვინ მუშაობს? ჩემი ნათესავი ჩემს სასამართლო სისტემაში მოსვლამდე 8 წლით ადრე იყო სასამართლოში და ეს ასეთ შემთხვევებს არ განვიხილა ნეპოტიზმად, ხო? თუ ახლა ის დამოუკიდებლად არც იმ შემთხვევას რომ თქვათ ჩემი სასამართლო სისტემაში მოსვლის შემდეგ აი საბჭოს მოქმედი საბჭოს წევრი, ოჯახის წევრი მოქმედი არ მუშაობს თქვენთან საქალაქო სასამართლოში? მუშაობს, მაგრამ არ ვიცი, აი არ ვიცი. აბა რატო ამბობთ აი თქვენი განცხადებიდან გამომდინარე ვიცი რომ თუ არ შენგელიას ნათესავი მუშაობს. ან სხვა საბჭოს წევრის არავინ არ მუშაობს. სხვა საბჭოს წევრი არ ვიცი, შეიძლება მე არ მოგწევ ან მომისმენია. მესმის. ყველას არ ვიცნობ, უნებრივია ეხა. არა, ხო შეიძლება სასამართლო სისტემაში დასაქმებული პირები იმდენი არიან, არ ვიცი, ვერ გეტყვი. მესმის. ეს რაც ვიცი, აი თქვენი განცხადებით ვიცით, სიმართლე გითხრათ. ისე არის, ჩემგან იგებთ სასამართლოში არა, ნათესავი მუშაობს. თქვენგან არ ვიგებ, მაგრამ ტელევიზიით თქვენ რო განაცხადეთ, მე მივაქცია ყურადღება. აი ასეთი რაღაც მინდა კითხოთ. საჯარო სამსახურში ნეპოტიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი მძიმე შემთხვევა, მაგრამ აი შედარების კუთხით თქვენი აზრით ეს როდესაც ეხება მოსამართლეების ნათესავებს, ეს უფრო მძიმე შემთხვევაა თუ აი ჩვეულებრივ დავუშვათ რომელიმე სამინისტროში, თუ ერთნაირად მძიმე მოვლენა ნეპოტიზმი ყველა სისტემაში. ყველგან მძიმე შემთხვევა არის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ რატო რას ურთხრის ძირს ან პირიქით, არ ვიცი, რას გულისხმობთ, რატომ არის ცუდი? სამოსამართლო ეთიკასთან ხო არ დააკავშირებთ ამას? აი რატომ არის ცუდი ნეპოტიზმი სასამართლოში? სამოსამართლო ეთიკასთან. არ ვიცი, შესაძლებელია, მაგრამ თქვი როგორც განმარტე, მე ვფიქრობ, რომ არ არის ნეპოტიზმი, იმიტომ რომ თუ იმსახურებს, თუ ყველა ეტაპი გაიარა, ფორმალურად შეიძლება გაიარა ყველა ეტაპი. ანუ ეს ხო ნეპოტიზმი ხო ის არის ორი თუნდაც თანაბარი შესაძლებლობები გქონდეთ რეზიუმე პროფესიული გამოცდილება განათლება აბსოლუტურად ყველაფერი გქონდეთ თანაბარი მაგრამ როდესაც ხო არა თანამდებობაზე თუ რომელიღაცა ასე ვთქვათ პოზიციაზე ინიშნება ნათესავი არ ვიცი ვერ გეტყვით მე ვფიქრობ რომ არ არის ჩემი პოზიცია ასეთია კი ბატონო მესმის თქვენი პოზიცია საინტერესოა ჩვენთვის ასეთი შეკითხვა მაქვს კიდევ თქვენ მუშაობთ საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად გაქვთ ასე ვთქვათ გამოცდილება. მაინტერესებს აი კონსტიტუციური წარდგინება თუ გქონიათ ოდესმე ან თუ გეგმავთ. კონსტიტუციური წარდგინება უშუალოდ არ მქონია. ერთი საკითხი იყო, რომელზედაც ვფიქრობდი, თუმცა მაშინ მივიჩნიე, რომ ის საკითხის გადაწყვეტა რეგულირებული სამოქალაქო კოდექსით შესაძლებელი იყო და არეგულირებული იყო შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება შემდგომში იმ საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ წარადგინა მიიღო და არაკონსტიტუციურად იქნა ის ნორმა ცნობილი ვინაიდან როგორც მაშინ მახსოვს აჭარის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხ აჭარის კანონმდებლობით დარეგულირდა საკითხი რომელიც არ შედიოდა მის გამგებლობაში და იქ საკონსტიტუციო სასამართლოც განმარტა რომ ამ საკითხის დარეგულირება შესაძლებელი იყო სამოქალაქო კანონმდებლობით თუმცა ნორმა არაკონსტიტუციური იყო ბუნებრივია გასაჩივრებული იყო და გაუქმდა ის ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე თვითონ არ მიმართავს მაგრამ ვაღიარებ იმას რომ ამ საკითხზე მქონდა ფიქრი მსჯელობა და არ მოვერიდებოდი არც იმიტომ რამდენიმე საქმე იყო ამ თვალსაზრისით არ იყო ერთი საქმე არც შეჩერებას იმიტომ რომ შეჩერების საკითხს
უბრალოდ იმ პერიოდში ფიქრობდა, შემდგომში საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებთან დადასტურდა, რომ ის სამოქალაქო კანონმდებლობის რეგულირების სფეროში ექცეოდა, რომ არ ყოფილიყო ასე აუცილებლად მიმართავდა. ესმის. თუ ქონიათ ასეთი გამოცდილება, რომ მოგემზადებინოთ, წარგედგინოთ საკანონმდებლო წინადადება. ან რომელიმე თქვენ კოლეგებთან ასეთ გემსჯელოთ ასეთ რამეს. არა, რაღაც პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობთ ხოლმე, მაგრამ საკანონმდებლო წინადადება აი რაიმე ინიციატივა თუ განგეხორციელებიათ, თუნდაც თუ ქონიათ თქვენივე სამსასამართლოში მუშაობთ, ხო? გაქვთ გამოცდილება მუშაობის. ქუთაისი, ბათუმი და ახლა თბილისის საქალაქო. ანუ ამ სასამართლოში თუ ქონიათ რაიმე ინიციატივა, თქვენ რომელიც თავმჯდომარისთვის გაგიცვნიათ, შეგითავაზებიათ, თუნდაც რა ვიცი, სასამართლოს უფრო ეფექტურად მუშაობის თვალსაზრისით. ამაზე ამ საკითხზე ხშირად მსჯელობთ ხოლმე, რომ აი მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულება განხორციელდეს და ვისთან მსჯელობთ ხოლმე? როგორც ვთქვათ, თავმჯდომარესთან პირველი ინსტანციის სასამართლოდან არის რამდენიმე წევრი იყო და დღესაც არის რამდენიმე წევრი და მასთან ერთად მსჯელობთ ხოლმე, ხშირად ვიკრიბებთ, რომ რა გამოსავალი მოვძებნოთ, რომ დატვირთულობის თვალსაზრისით ისე რომ არც სამართლოსათვის მიმართვის უფლება დაირღვეს, რომ დავაჩქაროთ და რაიმე აი რა მექანიზმი შეიძლება იქნეს და რაღაც მექანიზმები ასახული ყოფილა, ეს ეხებოდა პირველი ინსტანციით 2000 ლარამდე იყო დადგენილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუ დავა არ შორდებოდა 2000 ლარს, რომ არ ექვემდებარებოდა აპელაციის წესით გასაჩივრებას, იქ ბევრი ვიმსჯელეთ და ვარაუდები გამოვთქვით, რომ შესაძლებელი იყო ამ სხვარის გასდა და ის შემდეგ საკანონმდებლო კუთხით აისახა საპროცესო კანონმდებლობაში და დღესაც მიმდინარე აი პანდემიის პერიოდშიც იყო მსჯელობა და წინადადებები და თქვათ მოსაზრებები იმაზე, რომ აი მაქსიმალურად როგორ განმახორციელოთ მართლმსაჯულება ისე რომ ამ მოვლენამ პანდემიამ არ შეაფერხოს, იქ იყო მსჯელობა თანხმობის შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საკითხი, დისტანციური ჩართვის საკითხი და ეს პრობლემები, ეს ყოველ თქვათ პრობლემურ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა და აზრების გაცვლა გამოცვლაც. კი ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა ეხება საქმე, აი მაგალითად ესეთი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიგიწვიათ ერთ-ერთმა ტელევიზიამ სამსჯელოდ. და თქვენ იმსჯელებთ, აი მიიღებთ ამ მოწვევას, მიდიხართ ტელევიზიაში და დაუშვათ 10 წლის წინ თქვენ რა გადაწყვეტილებაც მიიღეთ, ძალაში შესული გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, იმაზე გიწევთ, ასე ვთქვათ, განხილვაში შესვლა ოპონენტთან. თუ გნებავთ ოპონენტი იყოს ადვოკატი, ან რა ვიცი, ნებისმიერი მესამე პირი. ეს როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს რა მოვლენაა? აზრი რომ გამოუთქვა საკუთარ გადაწყვეტილებაზე მიგიწვიათ ტელევიზიაში მე თვითონ არ მივიღებდი და მიდიხარ და მსჯელობთ აი ამ გადაწყვეტილებაზე, მსჯელობ თითოეულ მტკიცებულებაზე, თითოეულ რა ვიცი განჩინებაზე, ყველაფერზე რაც კი ამ სასახად რთულია ამ ესე იგი რამ გამოიწვია ეს და მე მაგალითად არა თვითონ ეს მოვლენა მე გეკითხებით სხვა რამეს რამ გამოიწვია ინტერესმა დაუშვათ რეზონანსული საქმეა და ცხადი ინტერესი არსებობს, მაგრამ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ესეთი სტანდარტის დამკვიდრება, რომ მოსამართლე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით მიდიოდეს ტელევიზიის ეთერში არ უნდა დამტკიცდეს, მაგრამ აი გამონაკლის შემთხვევებში რა არის საქმის ინტერესი, რამდენად როგორი ფორმით ხორციელდება, შესაძლებელია, მაგრამ მე მაგალითად ვფიქრობ, რომ მე თვითონ არ მივიღებდი მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ მაგრამ რაცაც გადაწყვეტილებაც მივიღე, იმას დავასაბუთებდი, მაგრამ ესეთ მაშინ არ მივიღებდი მონაწილეობას, თუმცა არ ვფიქრობ იმაში, რომ აი ის თქვათ სასამართლოს ან კონკრეტული მოსამართლის მიმართ მომდინარე კითხვებზე რაღაც კუთხით პასუხის გაცემა ალბათ საჭიროა და ალბათ აუცილებელია იგივე თქვათ სპიკერის დახმარებით, სპიკერ მოსამართლის დახმარებით. და კიდევ ერთი შეკითხვა და დავასრულოთ. ანუ ასევე მაინტერესებს პოლიტიკოსების ასე ვთქვათ განცხადებები, ისაც სასამართლოს მიმართებაში კეთდებოდა წლების განმავლობაში. იყო ეს განცხადებები სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა შინაარსის და
ერთ-ერთი გახლავთ, აი მაგალითად არაპოლიტიკოსის თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც აქვს გაკეთებული განცხადება. მათ შორის ადვოკატთა ასოციაციას აქვს რეზოლუცია მიღებული, სადაც საუბარი არის, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი იყო პრობლემური, ანუ შერწყმული იყო აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო სისტემა. თქვენ რას ფიქრობთ აი ამდენი წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს განცხადებები, რაც სასამართლოსთან მიმართებაში კეთდებოდა, შეეფერება თუ არა სიმართლეს? და თუ სიმართლე იყო, რა რეაგირება მოყვა თქვენი მხრიდან როგორც მოსამართლის ერთ-ერთი? ეს არის მათი მოსაზრებები. მე არ ვფიქრობ, რომ ასე იყო. და შესაბამისად, ჩემთან რა რეაგირება უნდა მოხდეს. ანუ თქვენ ფიქრობთ, კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ როგორც დანიშვნის დღიდან ვახორციელებდი უფლებამოსილებას ყველანაირი ჩარევის და ზემოქმედების გარშე, ისე ვახორციელებ დღევანდელ დღესაც და ეს მათი მოსაზრება არის, აი რამდენად ფაქტებს ეფუძნებოდა, რამდენად სწორი შეფასება იყო, ამას მე ვერ შევასწავლე. ეს არის მათი აზრი. თქვენ იცით რა მაინტერესებს, როგორც ერთ-ერთი მოსამართლე, ხო? ნუ მიდიხართ ხედავთ რომ აი რაღაცა ნიუსებში ან განცხადებებს ნახულობთ მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე ან სადმე აწყდებით ამ ამბებს რომ სასამართლოს აფასებდნენ ადრეც ეხლაც რა ვიცი მუდმივად ხდება ხო ეს არა მხოლოდ მხარები არამედ უბრალოდ საჯარო პირები და თქვენ როგორც მოსამართლე ამას როგორ იღებთ განიცდით ასეთ შეფასებებს ფიქრობთ რომ სისტემამ რაღაცა უნდა შეცვალოს და რაღაც არასწორად ვითარდება არა უბრალოდ უსმენთ მათ ამბობთ რომ მათ გამოხატვის თავისუფლება აქვს და წერტილი რაც მე უკვე რა ვიცი აი თქვენ კოლეგებთან ერთად ვისჯერლობთ რომ რაღაცა რაც ზოგადად სასამართლოს ეხება მერწმენთ რომ ყველაფერს განვიცდი მაგრამ ის რომ მე ნუ შესაბამისი ფორმით უნდა გაეცეს პასუხი ან როგორც აღნიშნე სპიკერის ან თვითონ საბჭოს განცხადებით მაგრამ ის რომ აუგზავნოთ მათ თავისი აზრის გამოხატვა და თავისი ვარაუდის გამოთქმის საშუალება ეს არის მათი ვამბობ მე არც მის გულისხმობა უბრალოდ რეაქცია სასამართლო სისტემის მხრიდან ზოგადად აი ამდენი წლების განმავლობაში დაგროვილ შეფასებებზე რაც რა ვიცი ახალი არაფერი არ არის ყველაფერი იცით ისედაც და არ მოყვები რა უნდა იყოს რეაგირება არანაირი უბრალოდ მოისმინოს და მორჩა? არა, მე როგორც ვთქვი, რომ უნდა გააკეთოს საბჭოს მხრიდან რაიმე რეაგირება უნდა იყოს. ალბათ უნდა გააკეთოს ზოგ შემთხვევაში განცხადება, გასცეს პასუხი, მაგრამ ძირითადად ეხა ყველა რაც მომდინარეობს, ყველაფერზე პასუხს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი ჩვენი საქმიანობით. იცით აი რატო გეკითხებით ამას? თქვენ იცით რომ ხშირად პოლიტიკური დისკუსიების საგანი ხდება კონკრეტული საქმეები. სადაც არის ხოლმე მოთხოვნები, რომ ამ საქმეზე რაღაცა გადაწყვეტილება, ნუ შედეგი დადგეს, მოდი ესე ვთქვათ, ნუ გათავისუფლდეს მაგალითად პოლიტპატიმრები და ამ დროს სასამართლოს მხრიდან რეაგირება ჩანს ხოლმე ხშირ შემთხვევაში მაგალითად ვიღაცას თუ აქვს აღკვეთქონისებად პატიმრობა შეფარდებული სახლში უშვებენ გირაოთი ხო და თუ ეს დაემთხვა ეს როგორ იცით რა შეკითხებით ეს რა მოვლენასთან გვაქვს შემთხვევა საქმე ეს არის შემთხვევითობა თუ მართლაც ახდენს რეაგირება სასამართლო სისტემა იმ მოთხოვნებზე რაც არის ხოლმე პოლიტიკური დისკუსიის მე არ ვფიქრობ რომ ეს რეაგირებას ახდენს იმ მოთხოვნებზე თუ აღკვეთის ღონისძიება არის შესაძლებელი და არსებობს მისი დასაბუთება და იმის შიშით რომ თქვათ საზოგადოებამ არ აღიქვა ეს რომ გავლენის ქვეშ მოეხდა სასამართლო და ამიტომ შეცვალა ეს რა თქმა უნდა არასწორია სასამართლომ უნდა შეცვალოს ის თუ მოსამართლემ თუ შესაძლებელია და როდესაც კონკრეტული საქმეები არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი ამაზე სასამართლომ რამე უნდა თქვას ეხლა ჩვენს რეალობაში ფაქტიურად სასამართლო გამოდან ერთად მიმდინარეობს პარალელური გამოძიებები მე ეს ვფიქრობ რომ არ არის ახლა მიდის როგორც იცით აი დიალოგები მიდის პოლიტიკურ მხარეებს შორის რაუნდების სახით ხო ერთ-ერთ პუნქტად ყველასთვის ცნობილია საჯარო გავრცელებულია ხო ეს ინფორმაცია არის კონკრეტული საქმეები და თქვენ რას ფიქრობთ ეს ასე რომ ხდება და სასამართლო მასზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს ეს ეჭვებს არ ამძაფრებს რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი ეხა პარალელურ ფაქტიურად პარალელურ გამოძიებასთან გვაქვს ხოლმე საქმე და ამაზე სასამართლოს მხრიდან ყურადღების გამახვილება არ ვიცი რამდენად შესაძლებელია იმიტომ სასამართლომ უნდა განახორციელოს ის რაც მისი ვალდებულება არის ვერ აუგრძელოს ჩუმად უნდა იყოს სასამართლო როცა საქმეებზე მსჯელობა მიმდინარეობს თავისი საქმით უნდა გასცეს პასუხი რომ თუ კიდევ ერთხელ თუ შესაძლებელია უნდა შეცვალოს თუ არ არის შესაძლებელი არ და გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს თქვათ პოლიტიკოსების ან საზოგადოების აზრიდან გამომდინარე. მადლობთ. მოგესალმებით ქალბატონო თამარ.
სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებთან დაკავშირებით მექნება კითხვა, რა მიზანს ისახავს ეს პრინციპები და მოსამართლეთა ეთიკური ქცევის რა სტანდარტებს ამკვიდრებს? და ბანგალორის პრინციპები მიზანს ისახავს, უზრუნველყოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოლებულობა, შეუვალობა, პატიოსნება, კომპეტენტურობა მოსამართლის, ეს რაც არის აუცილებელი და იგივე ფაქტიურად ეთიკის წესებიც, რომ მოსამართლემ თავისი ქცევა განახორციელოს ის, რომ ამით არ შეიბღალოს, ჭრილი არ მიადგეს მართლმსაჯულების განხორციელებას, არა მარტო ქცევა, არამედ საზოგადოებაში თავისი მოქმედებები გააკონტროლოს იმ კუთხით, რომ არც ეთიკის წესები დაარღვიოს, არც მიუკერძოებლობის და მოუკიდებლობის კუთხით შექმნას იმის განცდა, რომ როგორ გესმით, რას გულისხმობს ანგარიშვალდებულება? ვის წინაშე შეიძლება იყოს მოსამართლე ანგარიშვალდებული? მოსამართლე ანგარიშვალდებული არავის წინაშე არ არის, მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კონსტიტუციაზე და კანონზე დაყრდნობით. ანგარიშვალდებული აი ამ პრინციპებთან მიმართებაში სწორედ ეს ანგარიშვალდებულების საკითხიც ერთგვარად დგას ამ პრინციპებთან შესაბამისობაში. აი ამ კუთხით როგორ განმარტებას გააკეთებდით? კარგით, მედიაციასთან დაკავშირებით მექნება კითხვა, თავის ალტერნატიული გადაწყვეტის ის გზები და მექანიზმები, რაც გვაქვს ჩვენ კანონმდებლობაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით? მედიაციის როლი მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების კუთხით, ეხლა თავის ალტერნატიული წესით მოგვარება არა მარტო ჩვენი კანონმდებლობით, არამედ და პრაქტიკით ევროპული კანონმდებლობით მკვეთრად არის დამკვიდრებული და შესაძლებელი. ჩვენი კანონმდებლობა მართალია განასხვავებს კერძო და სასამართლო მედიაციას და ზოგ შემთხვევაში მედიაციას, სასამართლო მედიაციას სავალდებულო ხასიათს იღებს. ვფიქრობ, რომ ამით არ იზღუდება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ თუ ვერ შეთანხმდნენ და მედიაცია არ დასრულდა წარმატებით, საქმე უბრუნდება და სასამართლო განიხილავს, მაგრამ ალტერნატიული გზით თავის მოგვარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, ვფიქრობ. და პრაქტიკაში შემხედრია საკითხები და თემები და საკმაოდ მასშტაბური დავები, რომელიც კერძო მედიაციით გადაწყვეტილა და ეს არის, ვფიქრობ, რომ მისასალმებელია. თქვენ დასაწყისში ისაუბრეთ ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ისიც აღნიშნეთ, რომ მიგირიათ განსხვავებული გადაწყვეტილება და განსხვავებული განმარტება გაგიკეთებიათ და აპელაციამ არ გაიზიარავა გვითხარით, თუმცა უზენაესმა საბოლოოდ დაგეთანხმათ უზენაესი გადაწყვეტილებაზე. უფრო კონკრეტულად რომ მოგვახსენოთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რას ეფუძნებოდა? ხო, ეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის. უბრალოდ მე იმას აღნიშნავ, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში და თანხვედრაში იყო უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკასთან და დღესაც ის პრაქტიკა მოქმედებს. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განსხვავებულად იქნა შეფასებული, ეს ეხება უკანონმდებლობიდან ნივთის გამოთხოვას, როდესაც მოსარგებლე სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო შესახლებული აღნიშნულ ქონებაში, საკუთრებაში. ეს ვადა არ იყო განსაზღვრული, ეს არის საკმაოდ ძველი გადაწყვეტილება იყო, ვადა არ იყო განსაზღვრული და ის ქონება მთლიანად არა, რაღაც ნაწილი დაექვემდებარა აუქციონზე გასხვისებას და შემძენისათვის არ იყო ცნობილი, რომ ამ საკუთრებაში რაიმე შეზღუდვა არსებობდა. დაზგენილი პრაქტიკით თუ სასამართლოს და არა მარტო პრაქტიკით, კანონითაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს мотиваცია იყო, რომ შემძენი, როდესაც აუქციონზე შეიძინა აღნიშნული ქონება, არანაირ ჩანაწერს არ ითვალისწინებდა რეესტრის მონაცემები, რომ მოსარგებლე იყო ამ ქონებაში. და ამ კუთხით კეთილსინდისიერი შემძენად მიიჩნია და ჩათვალა, რომ მოსარგებლეს არ ქონდა ამ ქონებით სარგებლობის უფლება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მხრიდან გაუქმებული იქნა. мотиваცია არ მინახავს, იმიტომ რომ ატვირთული არ არის, თუმცა გადაწყვეტილება
მიიღო იგივე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან იყო მიღებული და სავარაუდოდ мотиваცია ალბათ იქნება ის, რომ როგორც კანონით, ასევე პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება შეიცვალოს შეიძლება შეიცვალოს ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს იყო საკითხი. თუმცა ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ამ შემთხვევაში ის ან ლოგიკა რა იყო მე როგორც მახსოვს ქუთაისის აპელაციის არა არ იყო ქუთაისის ხო ნუ ჩვენთანაც იყო ასეთი ხო შეიძლება იყოს ისეთი საბინაო კოდექსი რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა სამოქალაქო კოდექსით 1997 წლის 25 ნოემბერს მის საფუძველზე გამოსცა ანუ სასამართლომ გადაწყვეტილება და მის საფუძველზე შეასახლა ხომ შემდგომ ეს საკანონმდებლო აქტი ძალადაკარგულია შესაბამისად მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესახებ კანონი ამბობს, ხომ? მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებიც ძალას კარგავს. აი ამ კუთხით რო დავინახოთ ახლა საბინაო კოდექსის საფუძველზე მოხდა შესახლება. გასაგებია. ახალი საკანონმდებლო აქტი გვაქვს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ესეთ რამეს არ ითვალისწინებს, ასეთი უფლების დადგენას სასამართლო წესით არ ითვალისწინებს. აი ამ კუთხით რომ შევხედოთ, ესე იგი ლოგიკა ამას არ აქვს, რომ სასამართლო აქტის მოქმედება შემოვსაზღვროთ მისი საფუძვლად არსებული საკანონმდებლო აქტის მოქმედების ვადით. აბა ამაზე რომ ვიმსჯელოთ. არ ვიცი, ალბათ მაინც, იმიტომ რომ შესახლება განხორციელდა ვადის განსაზღვრის გარეშე. ესე იგი მე ვფიქრობ, რომ ოღონდ საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებდა ამას, ხომ? და ის საკანონმდებლო გადასინჯვა არ ვიცი თუ შესაძლებელია იმ კუთხით უნდა მოხდეს და თქვათ შესაძლებელია დადგეს საკითხი არა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე არამედ თქვათ გადაწყვეტილების გაუქმების ანუ სასამართლომ მსჯელობს ისევ აი სტანდარტი რაც თქვენ ბრძანეთ რომ სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა შეიცვალოს სასამართლო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ რომ დაადგინა რომ ის გადაწყვეტილება დღევანდელ სამართლებრივ რეალობაში უკვე საფუძველს მოკლებულია არ გამოდის რომ ეს სტანდარტი დაცულია ანუ სასამართლომ თავისივე წარსულში მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა და ლოგიკური დასაბუთებით შეეცვალა ხო ჩემს მიერ განხილული საქმის შემთხვევაში ცოტა სხვა კუთხით იყო დასაბუთება მაგ კუთხით არ ყოფილა ხო იმიტომ რომ იქ ცალსახად იყო დასაბუთება რომ შემძენი არ იყო ინფორმირებული რომ საჯარო რეესტში მონაცემებში არ იყო მოსარგებლე შეზღუდვა გათვალისწინებული და ამიტომ აი ამ მაგ კუთხით აბა ამ კუთხით ვიმსჯელოთ მაშინ თუ არ ყოფილა თქვენი მოსაზრება როგორია და ვთქვათ მიიღოს გადაწყვეტილება, არა, ალბათ ცალკე წარმოება ჭირდება გადაწყვეტილების გაუქმებას და არა კანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კუთხით. ანუ ნახეთ აი მე რას ვამბობ. სანიფთო უფლებები ამომწურავად არის ნუმეროს კლაუსუსის პრინციპი, ხო? დღევანდელ სამართლებრივ რეალობაში სანიფთო უფლებები არის განსაზღვრული ამომწურავად. ვალდებულებით სამართლებრივი უფლებებიც გვაქვს. ხო, ანუ აი ამ შემთხვევაში სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარსულში ССРК საბინაო კოდექსის საფუძველზე მიღებული. დღევანდელ რეალობაში არ უნდა მოვიდეს შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან, სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისობაში არ უნდა მოვიდეს, უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს ასე. იმიტომ რომ ყველა სანიფთო უფლება რეესტრშია რეგისტრირებული, ელემენტარული ეს არის, ხო? რომ იარსებოს, იქ უნდა დაფიქსირდეს. აი ამ კუთხით რომ განავითაროთ სჯელობა. თუ მივიჩნევთ რომ შესაბამის ალბათ უნდა თუ მოვა შესაბამისობაში არ ვიცი ახლა დასაფიქრებელი საკითხია და თუმცა ამ უფლებების უგულებელყოფა კანონმდებლობით არ მომხდარა და რატო უნდა გამოვრიცხოთ ეს უფლება ბატონ დიდო უფლება აღიარა სახელმწიფომ სამ კოდექსის საფუძველზე საბინაო კოდექსის საფუძველზე ეს უფლება არავის არ წაურთმევია პირიქით განავრცო ეს უფლება და თქვა რომ შემდგომი პრივატიზაციის უფლებაც აქვს ამ შემთხვევაში და ანუ პრობლემას ვერ ვხედავ ისე სიმართლე გითხრათ მე თვალსაზრისით საკითხი დასრულეთ ხო კონტო კი ბატონო ბრძანეთ მოგესალმებით კალბატონთა ერთ შეკითხვას დავსვამ ზოგადი ხასიათის აი თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებდით თუ
მიიჩნევთ, რომ შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვის პირობებში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. სამოქალაქო კუთხით მთლიანად სასამართლო დამოკიდებულია მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მხარეები არიან ვალდებული დაიცვან შეჯიბრებითობის პრინციპი. და შესაბამისად ამ პრინციპის დაცვით მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეხლა თუ სასამართლო მხარემ სათანადოდ არ განუხორციელა და არ დაიცვა თავისი უფლება, ბუნებრივია სასამართლო სამოქალაქო კუთხით ვერ ჩაერევა. სამოქალაქო კუთხით მხოლოდ კანონიერება. ერთადერთი არასრულწლოვანებთან საოჯახო დავებზე უпростоრად, როცა სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, თუ არ წარმოადგენს მხარე იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ ალიმენტ ვალდებული პირი მუშაობს ან რა შემოსავალი აქვს, სასამართლოს აქვს უფლება გამოითხოვოს ვალდებულებაც, რომ დაადგინოს ალიმენტზე. სხვა შემთხვევაში მთლიანად შემოფარგლულია შეჯიბრებითობის პრინციპით და მხარეთა მიერ უფლების განხორციელებაზეა დამოკიდებული. თუმცა ჩვენი ახალი კონსტიტუცია კანონიერების პრინციპთან მიმართებაში სამართლიანობის პრინციპს ანიჭებს უპირატესობას. მაშინ როგორც ვთქვით, ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც წმინდა შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება, შეიძლება სამართლიანობის მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ყოველ შემთხვევაში იქნება ესეთი მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი. ჩვენ ძირითადი პრინციპი ხო არის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, ხო? ამისკენ მივდივართ ყველანი ნაბიჯ-ნაბიჯ. აი იმ პირობებში თუ წმინდა შეჯიბრებითობის პრინციპს ვაღიარებთ და ხედავთ, რომ გადაწყვეტილება ამ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის პირობებში იქნება უსამართლო. აი რას გააკეთებთ, რას მოიმოქმედებთ, გაქვთ რამე მექანიზმი ამ ბერკეტი, რომლითაც შეიძლება რომ აი ამ პრობლემას, სამართლებრივ პრობლემას, უბრალოდ მე დავარქმევდი პროცესუალურ პრობლემას გვერდი აუვაროთ. სამოქალაქო კუთხით არა. ვერაულით, არ ჩემი აზრით ვერაულით შეჯიბრებითობის პრინციპს გვერდ. შემდეგი კითხვა, თუ იცით როგორია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა ერთ სქესიან ქორწინებებთან დაკავშირებით და მათ მიერ შვილად აყვანის საკითხთან მიმართებით. ახლა ზუსტად ზოგადად ევროსასამართლო არ გამოყოფს, ოჯახად მიიჩნევს ერთსქესიან არ ადგენს ცალკეულ დიფერენციაციას, რომ ქალი და მამაკაცის კავშირი არის აუცილებლად ოჯახი. არ ვიცი, მე ასე მახსოვს და ზუსტი ის არ მახსენდება შვილად აყვანასთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ ერთგვაროვანი მიდგომა აქვს თუ აძლევს მაგალითად? არა, მიდგომა ერთგვაროვანი არა, განსხვავებული მიდგომა აქვს. კამათის და ასთა სხვადასხვაობა არის ამ საკითხთან დაკავშირებით. შეკითხვები რამდენადაც ხედავ ამოიწურა ქალბატონ თამართან ჩვენ წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. ჩვენ 5 საათზე გვაქვს ხო სტომა ჩანიშნული